Ყვარაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო. იმის მაგივრად რომ გვემოგზაურა კახეთში, ჩვენ კაჭრეთში, ამბასადორში მოგვიწიეთ თქვენ და აი აქ შეგხვდით და უღრმესი მადლობა იმისთვის რომ თქვენ დღეს ამ სუფრასთან სხედხართ და უნდა მოილხინოთ. ანუ მინდა დიდი მადლობა კაჭრეთის ამბასადორს უთხრა. მოგესალმებით. გადახდილია. სხვათა შორის ჩემთვის უჩვეულოა ეს დღევანდელი გადაღება და უჩვეულოა ისიც რომ ქართული სუფრის თავში ვდგევარ და რაღაცა სუფრას უნდა წავუწყე, მაგრამ მე ამას ჩემ თავზე ვერ ავიღებ. როცა ამ სუფრასთან ბატონი ვანო იანთველიძეა, მე როგორ შეიძლება მე აქ ხმა ამოვიღო, მაგრამ ეს დღეს ჩემი ვალია. ბატონო ვანო, თქვენ იქნებით დღევანდელი სუფრის თამა და თქვენ უნდა წარუძღვეთ ამ სუფრას. ერთხმად, ხო ხედავ, ტაში დაუკრა ყველამ. გაგიმარჯოთ ბატონო ვანო. გაიხარეთ. გურჯააში თელაველი გათი თამადობათა დართული. კახეთი ერთია. გასაბედნიერო ჩვენ აქ შეგრებილები ვართ, არა მარტო გურჯაანელები, თელაველები და კახელები. აქ შეგრებილია სრულიად იზიყელები. სრულიად საქართველოს იზიყელები, სრულიად საქართველოს როგორც მე ხლა გადავხედე იმერლები, რაჭველები, მეგრელები, გურულები და მე მინდა რომ აი ამ დალოცვილ მიწაზე, აი ამ დალოცვილ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და აი ამ ხარეში, სადაც კახეთი ქვია, ამ ბედნიერ და მდიდარ და ამას ულამაზეს ხარიდან სრულიად საქართველოს მოვეფერო და სრულიად საქართველოს მივესალმო და
დაავლოცო სრულიად საქართველო. დაავლოცო. რა გიმარჯვოს? აი აქედან, კაჭეთიდან, აი ამბასადორის ტერიტორიიდან დანახოს სრულიად საქართველოს გაუმარჯოს და ღმერთმა დავლოცოს ღვინის მადლი, პურის მადლი, სიყვარულის მადლი, კაცობის მადლი. რო გავიგერო დღეს აქ კახეთი იკრიბება და ჩვენ უნდა მოვეფეროთ კახეთს, მოვეფეროთ სრულიად საქართველოს. აი გზიდან ასე ვთქვათ მოუბრუნდი და მინდა რომ შევუერთდე აი ამ სიხარულს, შევუერთდე აი ამ სიყვარულს და დავლოცო. საქართველოს გაუმარჯოს. საქართველოს გაუმარ! კიდევ ერთი ერთ დავამატებდი. ბატონებო, ერთ დავამატებ რომ მე დღეს რო გადავხედე აქ სუფრას იმდენი თამადაზის მაგიდასთან და იმდენი ცნობილი და არაჩვეულებრივი პიროვნება რომ მე დღეს გადავწყვიტე ვითამოდო ესე. ერთ სადღეგდელოს მე ვიტყვი, მეორეს თქვენ, მესამეს თქვენ და ესე ყველანი ჩვენ სათქმელს მოვეფერებით, ჩვენი სათქმელით ჩვენ სრულიად საქართველოს. კომენტარებით. შეგერაცო დიდი მადლობა ამ სადღეგდელოს გადაგიხადო იყო. კაჭრეთიდან დანახურ საქართველოს გავიხედე და მარტო ჩემი სოფელი. აი მაგაუმარჯოს. ბრავალჟამიერ. ჩვენი ერთობა და ჩვენ ერთად ყოფნა. ჩემო გია, შენთან მოვდივარ და შენ გააგზავნებ შემდეგ სადღეგდელოს. მე ვარ ეკა. დიდი შეამოვნები, დიდი მადლობა. გაუმარჯოს. ადუღდა. დადნა. გაერაბლა. გამოს, ესე ნაგდებს არ დაამსგავსა აფიჯო. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამდენ ლამაზ და კარგ ხალხთან აი ამ კუთხეში კახეთში სადაც რა ვიცი მთელი ჩემი ცხოვრებამ გაიარა მე ამ ტყეებში მიყაჩაღია კიდევაც უი რასა აბარა მე ამ ტყეებში მიყაჩაღია ხარება და გოგიაში მე ვარ უტრუხუნე მე ფაიტონე ჩვენ მოვლილი გვაქვს მთელი კახეთი და სიყვარული ყველას უნდა რა ვიცი თუ რამე არსებობს შემთვის ის სითფო ჩემი ფრაზა რა ხო ტაჩიპარი და კაკუნით დადის და რა ვიცი მე გიждები ამ ხარეზე ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ულამაზესი და უსაყვარლესი მხარე თავისი კაცობით თავისი სიტყვით თავისი სიმართლით თავისი სტუმართ მოყვარეობით და თავისი შრომით რა და ამიტომ
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, მაგრამ მე ამ სუფრაზე ეხა პრიორიტეტი მაქვს ერთი, რომ აუცილებლად უნდა შევსვა ორი ულამაზესი ადამიანის სადღეგრძელო და ჩვენი ორი სხვადასხვა თაობის გამორჩეული ქალბატონის სადღეგრძელო მინდა შევსვა. ეს არის ჩემი ნანული სარაჯიშვილი, ჩემი აი რა გითხრა? ჩემი მანანაც და ჩემი სიხარულის და ჩემი ულამაზესი ქალბატონი, რომელიც აი ყველა სათაყვანებელია მთელი თბილისი, მთელი საქართველოში და პატარა ნუცა ბუზალოდი, რომელიც არის მართლა უნიჭიერესი, უსაყვარლესი და ძალიან მაგარი გოგო. და აი ამ ქალბატონების თამადობით ამ ორი უსაყვარლესი და უნიჭიერესი ქალბატონის სადღეგრძელო ფეხზე წამოუდგეთ ბიჭო და მანდილოსრემის სადღეგრძელო შევსვათ. აბა გაუმარჯოს ქალბატონებს. გაგიმარჯოს. შეიძლება. ქალბატონო ნანული, დიდხან სიცოცხლე, ბედნიერი და გახარებული, ნუცა გაგიმარჯოს. წარმატებები და დიდი სიყვარული. გაიხარე. თქვენის ნებართვით ეხლა მოусმინოთ თელაվել პაპას. ზურაბ ზაქარიაძე არის დღეს ჩვენი სტუმარი. კაშკეტი და გოლის ქარავანი. მოდი ეს სიმღერა მიუძღვნათ ქალბატონებს. ქალბატონების სადღეგრძელო იყო ეხლა და ქალბატონებს მიუძღვნათ. მარტო ოთახი ბოლი და დრო მორჩა ზამთარი გარეთ მარტია ხანწვიმს ხანთოვს ჩაი სიგარეთთან სიცოცხლეს მთხოვს და მინდა სულ გიყვარდი ამიტანო დრო და დრო ის გაზაფხული შენ რომ დახატე მერე თან და თან შენ თვითონ წაშალე ხანწვიმს ხანთოვს ბოლომდე მოგეფერე და ბოლომდე ამკრძალე ვიღაცას მოვწინდი ვიღაცა დავღალე მერე სიმიც გაწყდა ზედმეტად გავქაჩე ვიღაცას მოვწინდი ვიღაცა დავღალე ბოლოს სიმიც გაწყდა ზედმეტად გავქაჩე კლიენტი ცოცხალია მე დიდი ხანია დავკრძალე თქვენი დაწერილია ეს სიმღერა? ბატონო ზურაბ, დიახ ლექსიც თქვენ დაწერეთ და მუსიკაც? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი შენ ახარ აბა კახელი, მიდი და შენთან ავაყალავდი. მიდი კახელო, მიდი. თლათ დიდი იმით ვერ გამოვირჩევი ხოლმე, ხო იცი, რას ტრანკვილიზატორი მომხდა იმის მერე. რა უნდა და ჩემთვის დავსეირნობდი გმირთა მოედანზე რა. რატომ ეს რო? გაიგო შენი ტრანკვილიზატორის ამბავი. ეს ტრან ცოტა გამოთქმით თქვი ხოლმე. ჩემო მეგობრებო. მე რამოდენიმე წელი არის დაახლოებით ალბათ 6 წელი არის და მე-7 წელი დაიწყება. ძალიან კარგ ადგილასა ვარ სამსახურად, მაგარ ხალხთან და ჭეშმარიტ პატრიოტებთან, საქართველოს უგონოდ შეყვარებულებთან. ეს არის თავდაცვის სამინისტრო და ჩვენი ჯარისკაცები. აი მე მინდა ამ ყველაზე მაგარი კაცების სადღეგრძელო შევსვა, რომელიც არიან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად ისე რომ არც დაფიქრდება არც ერთი მათგანი ისე იცავენ ჩვენს დალოცვილს ღვთითკურთხეულ დედაღვთისას წილხვედრ ჩვენს ქართულ მიწას. აი ამ ბიჭებს დიდხან სიცოცხლე მინდა უსურვო. ჩემო მეგობრებო, მოდით ამ ჩვენს მაგარ ბიჭებს გავუმარჯოს. გაგიმარჯოთ. თქვენის ნებართვით ერთ ლექსს მიუძღვნი. თუ არ დამძრახავთ როგორ ფიცავ გეკარებათ? თამარის წმინდა დროშას უკვდავს და დიაც ზეცას რომელსაც შოთას ლურჯი ოცნება ქვია მიწას ბაღებად გაშლილს თებში ჩაფენილ ნისლებს აკვანს რომელშიც ბავშვი ქართულ ნანინას ისმის ფიცავ ხოხბისფერ თბილის ზის ბადაგოვან მტევანს თაში ირმების ყვირილს ბაღში ბულბულთა სტვენას
შინ მოусვლელთა ღიმილს, შინ მოსულების სევდას, ჯერ ვერ მორჩენილ ტკივილს ზაძა გაუხდელ დედას რომ ვინც არ უნდა ვიყო მე, სადაც არ უნდა ვიყო მე, როგორც არ უნდა მიჭირდეს, როგორც არ უნდა მილხინდეს. უცხოსა, უსულ გულოსა, თუნდ ჯიქურ, თუნდაც ნელინელ, ბალახს არ გავათელინებ, ვენახს არავა ჩეხინებ, ენას არავა მღრევინებ, კერას არავა შლევინებ. ფიცავ ხალიბურ ფოლადს, მზის ენერგიით სავსეს, ერის კაცების ბრძოლას, მამულიშვილთა აზრებს, ძმათა ერთობის ზედემს, სისარტყელების ბუდეს, ცაში აფრენილ მტრედებს, ცაში ასტროლილ ქუდებს რომ ვინც არ უნდა ვიყო მე, სადაც არ უნდა ვიყო მე, როგორც არ უნდა მიჭირდეს, როგორც არ უნდა მილხინდეს, ოთმინებითა ჩემითა, ერის თანხმობის ნებითა, სისხლით, ხორცით და გზნებითა, სიტყვით, საქმით და ფიქრებით, სამშობლო, საქართველო, შენი ერთგული ვიქნები. აუმარჯოს ამ ბიჭებს. გაიხარე, ყველაზე მაგარ გაიხარე. ბატონოშოთა, თქვენ კახეთში ერთ-ერთი კოლორიტი ადამიანი ხართ. რატო წამოდექით? სტენდაპის ჩაწერა გინდოდა? თქვენ გიპოვეთ თბილისში ტაქსის მძღოლი ხართ, ხო? ტაქსის მძღოლი ვარ დროებით რა. დროებით მუშაობ. ამბობენ თქვენზე, რომ ძალიან ბევრი ხუმრობები იცით და ძალიან დიდი იუმორის გრძნობა გაქვთ და რას მოგვიყვებოდით?
მიკროფონში. საქართველოს უნდა გაიგოი. მოგესალმებით ყველას. გენაცვალოთ ჩემი თავი. ვი ტელევიზორში მინახი ხარ, სულ მაგედათან ასხეთ ხარ კაცო და. ერთი აჯამი კაცი. ბალღობაში ჩემთი ქალბატონ ნანული. ბალღობაში იმიტომ ვაგიდე დუბლიონგა მალნაში რო გაცვე გაგარია ზაფხულში მაგუთინ ვაგიდე მეც მიხდებოდა რა იგი დუბლიონი. ხო და რისხავი და გია ბატონო ერთი სიყვარულისა და გემრიელობის მეტი რას ავხედავ თქვენში და პატარა წავიხუმრებ იმ დონეზე რომ პაპა მყავდა შაშიანი ჩემოროსტიკ გეგესი არისო მესამე ცოლი მაიყვანა და მეჯებში ამორდნიყო რომ ვაკასთა გაიგრე ხანაობდა გაიგდა მე უთხარ ზახარიჩი ერთი არა მეორე მესამე მაინც არ გამოგადგა მეთქი და რას მეუბნება იცი გამოგადგა მესამე ცოლი მეთქი და რაზა მომჟურო რა ჩეკბო იყო ეწვიანი არ მიჭამია რომოდი ეწვიანი ეგრება და ხაშრება მშრალად ბაცრუპრეთან და ლექსათე მინდა და პატარა სადგეძელოს ამბავში ბატონოვანო და ბატონოგია დიახ. ერთ წალი მეცავ თქვა რა ერთი ზმაგაცი მყავს პოეტია ჩემი მეგობარი კაცია გვარდასახელ არ დავასახელებ ცოტა მეორე სართულზე ნეტრად არის და არა დათვალწოდე რა შვილი დათვა ყველა ლექსამას აბრალე მე ცოდუე კაცია შაბუნი ჩემოგია ბატონო თამადა დოლაბა ურჯი ხას საბჭავთ რა პახმილია დარეკა სადახართო მე ოთხარი ხარ გადაყარე ყველაფერი ღვინო დავაბარე ღვინო მაიტანო მაშოთ კიდე გამოტანი და თუ შვილი მე ყოლა ოდამაიტა ვადგეძელოთ მე ოთხარი მოსულა მეთქი იგრევე 5 წუთში მარბეინე ღვინო და გავავსე ფიალა გავამსე თორესა დღეძელო შემიძლიან მეც თქვა და ნუ გამახსე და ბაღრა და არ თვით მეთქი და ლუკაო და იგრევე ვატაკე ეს ფრონტატორი ეთქი ვაჯახი რა ვატაკე შუაში იღარე და იდღეგძელი გამიმრავდი ჩემო ლუკა ოღონდ არ და პატარავდე როგორ საქართველოს ლუკა კაცი მონება მაიტა მაჩუკე უგა და გაჩუკო მე უთხარ სიზმარა კი არ არის ჩემი სიზმარი შენ ჩემი სიზმარი ნახა შენი იყო მეთქი და ორჩაბათი გამდენ და მითხლაპებული არ არის ასავალ დასავალში მაშინ ოპოზიციაში იყო სიყვარულში ვიყოთ ხალხო აი მომავალ თაობაში რა არის ბადა აი გადასვლები მეტი რა ვიცი სტაკატოები აქვს წაატყავდა მოეკრავთ დანარჩენი გადასვლები მოგიგეთი იმის არის ჩემოგიო მე მინდა ყველა პატარას გაუმარჯოს ყველა პატარა ანგელოზებს გაუმარჯოს ჩვენი ხვალინდელი დღეები არიან ეგენი როსტო ხვალე დეგე პაპა ხო ხარ გამართო ყველა პატარას გაუმარჯოს ხალხო ყველა პატარა ანგელოზებს გაუმარჯოს გახარება და გამრავლება პატარებს გაუმარჯოს ნუცა შედი თამადობის პატარებს გაუმარჯოს ბატონებო მეგობრებო მე მინდა ალავერდი გადავიდე ჩემს დათოს და როსტომაშვილთან რომელიც აი ეგ გაზა თავის სოფელს შეხურებს და ბედნიერი რომ მარტო ესხედავ თავის სოფელს ჩვენ ერთად ვერ ავხედავ ჩვენ დავიჯერე ხარ როსტომოდგე ჩუმლახ ვერ დავიდე მაშ როგორ ადაინა გაგიჭირდება სამაღალ სიყვარულის კაცი იუმორით სავსე კაცი და მეგობარი კაცი და აღდი კახელი და შენთან ვარ და აბა შენიც შენ სადღეძელოს ველოდები ალავერდის მადლი შეგეძლო ჩემი სიყვარული ჩემო ძვირფასებო ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა დღეს აი ამ ლამას მადლიან მიწაზე ჩვენი შეკრება და ეხა ქართული სუფრალო აკადემია და ქართულ სუფრასთან რო იბადება ჭეშმარიტება ამაში ორი აზრი არ არსებობს მამანი და მამანი იძახის ღრეობაო და ისევ იმათთან იყოს ის ღრეობა ყოველივე დღეს რაც ხდება აქ არის სიმდიდი სიყვარულის ბრალი რასაც მეგობრობა ქვია მე უზომოდ მიყვარს ეს სადგილზელო და არ მეგულება ქართველი სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვინც ამ ლამაზი გზნობით არ იყოს გამშვალული ძალიან ბევრი ლეგენდა ძალიან ბევრი მითია იმ სინამდვილესთან მიმართებაში რასაც მეგობრობა ქვია ვისაც მეგობარი ქვია მაგრამ მე ერთ პატარა ამბავს მოვყვები გვაქვს ქართველებს მდიდარი ლექსიკონი და ამ ლექსიკონში არის სიტყვები რომელიც არც ერთ ენაზე არ ითარგმნება მათ შორის არის სიტყვა მეგობარი არც სიტყვა არ ითარგმნება არც საქმე არ ითარგმნება და არც ურთიერთობა არ ითარგმნება იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებული ვიცით
ეს სიყვარული განსაკუთრებულად ვიცით. აი ამ სიყვარულში ურთიერთობა და ვიტყვი ერთ რამეს, რომ ყოველთვის ქართველი ერი, ქართველი ხალხი ბრძოლაში იყო თავისი მამულის, თავისი ქვეყნის დასაცავად და ცალხელში რო ეკავათ ბარი, ცალხელში ეკავათ ხმალი, ცალხელით გუთანს რომ ხნავდნენ, მეორე ხელით ბრძოლობდნენ და მტერი სულ იყო. როდესაც ქუდზე კაც დაუძახებდნენ, რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ უბრძოლველად რა თქმა უნდა ხო არ დაანებებდნენ თავის ქვეყანას და უზიარებლად კიდე მოძღვარი არავის არ უშვებდა ბრძოლის ველზე. ამიტომ დრო არ იყო, რომ სათითაოდ ეზიარებინა და ბარძიმსა და ფეშხუმს რო გამოაბრძანებდნენ, ერთ დიდ გობში აზიარებდნენ ყველა მებრძოლს და ერთ გობში ნაზიარებს ღალატის უფლება არ ჰქონდა და იქიდან მოდის ეს უღალატობა. ეს სიყვარული და 5000-იანი ლაშქრით, იმიტომ იყო, რომ 35 მეც და 40,000-იან ლაშქარს უგებდით. აი ამ უღალატობას გავუმარჯოს, ამ სიყვარულს გავუმარჯოს, ამ ლამაზ გზნობას გავუმარჯოს და ვისურვებდი ერთ რამეს, რომ სანამ ცოცხლები ვართ, ჩავასხათ ფუნდამენტი იმ დიდი მეგობრობის სახლის მშენებლობისა, რომელზეც ჩვენი შვილები კედელებს ამოიყვანენ, შვილიშვილები სახურავს დაახურებენ და აი ამ დიდი მეგობრობის სახლში ჩვენს მომავალ თაობასთან ერთად მეგობრობის ფერხულში ჩაბმულებმა დავდო წუთი სოფლის ლელა და ჩვენს მეგობრობას გავუმარ. ერთი ლექს მოგაშველებს არჩეულებრივ ხალხურს ნათქვამს. ძმაო, უწყიდე მეგობარი სამი ჯურისაო. ერთი პურისა, ერთი ენის, ერთი ცულისაო. პურის მეგობარ ჯერ პური და მერე პანღური. ენისას ენით გაუქარწყლე დარდი გულისა, ხოლო თუ სადმე შეგხვდეს მეგობარი სულისა, მიეცი სული მას. სანაცვლოდ შენი სულისაო. გაიხარე, გაუმარჯოს მეგობრობის მას. დიდი მადლობა, გაუმარჯოს მეგობრობას და მე მინდა გითხრათ ერთი რამ და ჩემ ტელემაყურებელსაც მინდა უთხრა. ამ სუფრასთან გახლავთ ბატონი მიშა ელაშვილი, რომელიც გახლავთ ქართველი ებრაელი და თქვენ იცით როგორი მეგობრობა გვაკავშირებს 26 საუკუნოვანი და მინდა გითხრათ სიამაყით, რომ ბატონი მიშა დაუბრუნდა საქართველოს და ძალიან დიდ შრომას წევს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბატონი მიშა, გთხოვთ ერთ სიმღერას. ჩოდი რან ვერ ხდებოდი რომ მე შენი სიყვარულით ვხვდებოდი შენზე ფიქრმა ამირია გულისაფრები და თუ ხმას ვერ გაგაგონები სევდავფრები შენზე ფიქრმა ამირია გულისაფრები და თუ ხმას ვერ გაგაგონები სევდავფრები მიგვარხა ორაცლიერ მიგვარხა სადახარ ჩემი დედოფალახა ეს ცხოვრება შენთან ერთად მინდა მიარო ურის დარდი მხოლოდ შენ ერთს გაგიზიარო მოდი სანამ სიყვარულად გულში ანდიხარ ერთადერთი ჩემი ფიქრი ჩემი დარდი ხარ მოდი სანამ სიყვარულად გულში ანდიხარ ერთადერთი ჩემი ფიქრი ჩემი დარდი ხარ მიყვარხარ ორაცლიერ მიყვარხარ სადახარ ჩემი დედოფალახა მე მინდა ძვირფასო მეგობრებო დღევანდელ დღეს გეგე მიკროფონში თქვა ვინ აღარ არის ეხლავე მოდის მოარბენინებს მორბის დაიცადეთ მიხვდა რომ აქ ესმის ყველას დადონებო შენ დირექტორი დღეს არის ჩვენ არაჩვეულებრივად გეიფობთ, ლოცავთ სრულიად საქართველოს ერით ასე შემდეგ, მაგრამ ეს აქ შეკრებილთა
ან ძალიან ბევრია თეატრის წარმომადგენელი და მე მინდა ქართული თეატრი ვადღეგრძელო. ქართული თეატრი დავლოცო ჩემო ნიკა და შენთან გადმოვალ ამის მერე ალავერ. აი აღმასვლას გავამარჯო საქართველოს ქართული თეატრი. გაიხარეთ, გავამარჯოთ. ხო. გადმოვდივარ შენთან მიკროფონს და ალავერ. ალხო, კახეთში ძალიან მიხარია რომ ამ სადღეგრძელოს შესმის საშუალება მაქვს 1795 წელს სოფლიოში არის უპრეცედენტო მოვლენა. ერთ დღეს რომელსაც უკაცრავ 1795 წელს შენა და ვინახართ მე და მაჩაბელი და რაიონი ერთ დღეს ამოწყდა ყველა მსახიობი ვინც იმ დროს მოღვაწეობდა მეფე ერეკლემ კწანისის ბრძოლაში პირველ ხაზზე დააყენა ის მსახიობები რო ყიჟინით გაემხრევებინა მეომრები აი ფიცხელომში რომ ღეროდა მაჩაბელიო ლადო ასათიანი რომ ამოვზა უპრეცედენტო მოვლენაა რომ ქვეყანაში მოღვაწე ყველა მსახიობმა ერთ დღეს შეწყვიტა სიცოცხლე ამიტომ ისინი ძალიან მაგრად ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იმათი დამსახურება იყო რომ იცოდეთ რომ ბევრი იმად გამოწავიდა ომში ასე რომ იმ ხალხის სონის თამადობით ქართულ თეატრს გაუმარჯოს ჩვენ აქედან უმეტესობა თუ არა ნახევარი მაინც თეატრალები ვარ და ქართულ თეატრის თამადობით ქართულ კულტურა გაუმარჯოს ის იყო ერეკლეს კარის თეატრი კახეთის თეატრი იყო გაუმარჯოს აი სწორედ რომ ჩემი სავიზიტო ბარათი და ჩემი სიამაყე ჩვენი დიდი ერეკლე პაპა ხე წარმოგიდგენიათ ყველა მეფესთან როგორ მოწიწებით ახლა როგორი ეს ისეთი სახალხო რომ პაპას ეძახი რა ერეკლე პაპასთან მის მხარდამხარ თეატრალური დასი ქართველი თეატრალები გამოვიდნენ და დაიხოცნენ ერთი არ წავიდა ბრძოლის ველიდან ერთმა არ ანახა ზურგი ინტერესს და რას ხუბრობენ ერეკლეს ათქონდა ოფისიო ყველაზე მეტად აი ეს ვერ მოუნელებიათ თელაველებს ერეკლე მეფე დიდი კაცი იყო თავდაბალი კაცი იყო და ცხოვრობდა გურჯანში. გურჯანელი იყო რა. უბრალოდ გურჯანელი იყო და ოფისი ჰქონდა თელავში. იქ დადიოდა მუშაობდა. ჩემო გია რა, ერთი რაღაც ვინა თქვა რომ თავიდან კახეთის დაგეგმარება რო იყო. გურჯანის ადგილას უნდა ყოფილიყო ზღვაო რა, ესეთი დაგეგმარება იყო. ხო, მერეო? და ხო ჯობდა. ჯობდა ესე. რა ვიცი ხა ზღვასაც გადაიღებდი. და რამე ყველაფერი ხა. ბარსელონაში როსტიკ რომელი წელი იყო რო ვიყავით რაც რა მნიშვნელობა გაიხსენე როცა თამაშობდა აი როცა ბარსელონაში ვიყავით და კატალონიის მეფის სასახლე ვნახეთ რა თვალები გადმომივარდა რა ამ ხელა ჯერ არა აი ეს რა მასშტაბებია და გული მოგიკვდება რა ჩვენი მაგარი მეფე იყო კაცო ის კატალონიის მეფე ახლოსაც ვერ მოვიდოდა ვერც ღმირობით ვერც ვაშკაცობით ვერც თავდადებით ჩვენი ერეკლესთან რა ერეკლე პაპასთან და როგორ მოკრძალებულ სახში ცხოვრობდა რა. ხურობით იზადით ორ ოთახიანი ხონა ბოლოს ლოჯი მოაშენაო რა. ფუფუნებაში გაიზარდა. ხედა გურჯანში როგორ ფუფუნებაში გაიზარდა. სხვა რაკურსი ანა მალაზონიასთან ერთად ჩვენ ახლა ვიმყოფებით კაჭრეთში, ამბასადორში და აი ამ ლამაზ ბუნებაში მე წარგიდგებით სხვა რაკურსით. ანა, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედი ჩემთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ სიურპრიზი მომიწყე მაშინ გადაცემაში და აი სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა, ვიტირე კიდეც. მოდი შენ შესახებ რამე ვთქვათ, რას აპირებ შენ? აპირებ გაგრძელებას სიმღერის? ვაპირებ, რა თქმა უნდა, სიმღერის გაგრძელებას. ნუ პროფესია ალბათ სხვა იქნება, იმიტომ რომ სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას, მაგრამ სიმღერით ყოველთვის ვიმღერებ. მე მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი ეს სიმღერა ანას დედის სურვილით ჩაიწერა, მე ვამბობ, პირველად როცა ანამ იმღერა, მაშინ იყო 13 წლის და ეს სიმღერა ეძღვნება სოხუმს. ანას დედა გახლავთ სოხუმიდან. ანა არ დაბადებულა სოხუმში, მას არ უნახავს ის ეზო, სადაც იდგა მაგნოლია და მე დარწმუნებული ვარ რომ შენ ნახავ შენს ეზოს და დარწმუნებული ვარ რომ
მე შენ მე დამპატიჟებ და აი მეზოში ვიმღერებ ერთად. და მე უკვე გავთქვი ეს საიდუმლო, მე და ანამ ჩავწერეთ სიმღერა და ერთი რამე მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. არასოდეს არ ყოფილა ოცნება რომ არ ამხდენოდეს და იმდენად მინდოდა ეს სიმღერა მემღერა რომ ეს ოცნებაც ამიხდა და ანა მე მინდა შენ გისურვო ყველა ოცნების ახდენა და თელ საქართველოს უსურვო აფხაზეთის დაბრუნება და აი ამ მშვენიერი ადგილიდან კახეთიდან ჩვენ ჩუქნით მაგნოლიას. სხვათა უთყვი გამგონეა არ ვახსოვარ ალბათ ჩემო მაგნოლია ჩვენ ცხრა თვალამზე და დამძვინვარე სხვათა ტრფობა გამყოლია მიგვატოვონ მარად მათ სამხრეთის ქართა რაღაც არ მგონია მაგრამ გული მისის სხვათა უთყვი გამგონეა მე არ ვიცი რატომ არ შენიცი რათა ჩემო მაგნოლია მაგრამ გული მისის სხვათა უთყვი გამგონეა მე არ ვიცი რატომ არ შენიცი რათა ჩემო მაგნოლია დაბრუნდება ისევ შენს ხომ არ გონია შვენიერი ზღვების მშვენიერი მთების ტრფობა გაგყოლია როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია დაახლოებით 3 თვის უკან ქალბატონი ნანული კოლეგები ვართ, მაგრამ ამავე დროს უსთავერის თეატრში ვართ ორივე და დაიდგა არაჩვეულებრივი წარმოდგენა იყო ძველი ასე ვთქვათ პიესების გახსენების კოლაჟი გააკეთა ბატონმა რობერტმა და მოხდა ისეთი რამე, რასაც პრინციპში ჩემი თაობის წარმომადგენელი ვერ წინატრებდა და განსაკუთრებით მე ხა ბატონი გია იყო ჩართული ყანჩელი და ვიმღერე ჩემი ასე ვთქვათ არა სამღერი ხმით ბოდიში ხდი მომღერლებთან ბევრი არიან ამ სუფრაზე, მაგრამ
ბატონი რამაზის არაჩვეულებრივი სიმღერა და მეც ვარ მისი კოსტუმი. და არაჩვეულებრივი. ხა სპექტაკლიდან ხანუმა რა თქმა უნდა და სადაც ნანული თანაშრომი. აბა და ჭეყეპეყეწევს ვიმღერე ეხლა. და თქვენის ნებართვით მოუხდება. არა ნებართვით კი არა თხოვნით. და მინდა რომ სატელევიზიო პრემიერა იქნება ეს და Salamasi me salamasi khanumja Shetsa melode me segelode khanumja Kavala bakshida mokidan adamsa Zinedagi soam cilindriana tatarsa რადგან ეს არაჩვეულებრივი სიმღერა იმღერა სპექტაკლიდან ხანუმა გამახსენდა ის არაჩვეულებრივი ხალხი ვინც მონაწილეობდა ამ სპექტაკლში ბატონი ეროსი მანჯგალაძე ბატონი რამაზ ხვიკვაძე ნუ რომელი ერთი ჩამოვთვალო ქალბატონი სალომე ყანჩელი ბატონი ჯემალ ღაღანიძე ცოცხალი აღმერთმა კარგად ამყოფოს და მოდი აი ყველა იმ ხალხის სადღეგრძელო დავლიოთ მე მინდა რომ ალავერდი ვანოსთან გაიხარე გენაცოლი ალავერდის ზაი და მალი ხარავდეს მართლაზე გაუმარჯოთ ცოცხლად იმ დიდ ადამიანებს რომლებაც დატოვეს თავიანთი კვალი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში ეს იქნება რუსთაველის თეატრიდან თუ თელავის თეატრიდან თუ რომელი თეატრის გინდა იყოს საქართველოს ქართული თეატრიდან წასულების მერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ჩვენ ვიყოთ დიდხანს რომ ის ხალხი არ დავივიწყოთ მერთმა გაუმარჯოს და გაუმარჯოს ბატონო გეგე აბა გეგე სულხალის სულს უსმენთ პლატონაზე მოგიყვებით ახლა დიახ ისმენ ჩემი სიმამრი იყო ერთ-ერთი პირველი იყო პლატონ ახვლედიანი ხო და პლატონ ახვლედიანს ვაიმე რა უნდა რაღაცა ვერ არის ეს კა ვაყები ყიყინები და იქნება გა მეორე დირიჟორი მოუკლა არ გახსოვს ეს გენიალური ამბია ზიაყვებოდა კვირიკაშვილი ნაღდი ამბავს დიახ სტუმრები ყავდა კახეთში და აი ზივართ ესე და ატყდა ყაყანი ესე რომ ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ რა ყიყინი რომ ბაღაყების არ ვიცოდი რომ ესეთი ამბავი იყო და უკვე ვიღაცა გაბრაზა და ქვაისრო რაღაცა და გაჩუბდნენ ეს პაუზა დავიჭირეთ რა მე ვიღაცა მის რო დავიჭირეთ მე ვიღაცა და ისე მორიგები როგორ ესა უფალმა თამადამ ბრძანა რომ მორიგები თვითამადოთ და ჩემი ის მოიდა უჩერდი და ავიღე და ვისროლე ხო ისინი ყაყანები ხო რაღაცა 30 წამი არის სიჩუმე ვისროლე ხვა და სიჩუმე და 30 წამში მოაღე გენა საქართველოს ჩვენ აუსტრაბა გავიდა 30 წამი და არაფერი და მომამატე ლაპარაკო მის ველოდები რომ არა ესენი სიჩუმე ესენი გეგე რა ხდება იქავა ეტყობა დირიჟორს მოარტყი დედა ესე იგი დირიჟორი ხო ყავდა ესე იგი არა მოუღიათ ხო ვიღაცას მოხდა იქ თავარს გლავნის იქ მოხდა რა ვიცი დირიჟორს ხო და პლატონ ახვლედიანთან დაკავშირებით 6 გოგო ყავდა 6-ივე გამორჩეულად ლამაზები იყვნენ ნუ ყოველ შემთხვევაში თელავის სინამდვილეში გაიხსნა ესეთი ალაზან შენი ესეთი ორგანიზაცია და ჩამოვიდა ინჟინერები ბინები დაურიგეს რაღაცები ფინური სახლები დაურიგეს სამსახურები ხელფასები და ნუ დადიან ქალაქია ზღაპარი 70-იან წლებია და დადის ერთი კაცი 40 წლის კაცია გია და ბიჭო ვიძახის რა ზღაპარშია რა აი როგორც ეხლა დღესავარ ზღაპარში აი ესეთი ქალაქია თელავი რა რაღაც წყნარი ნადიკვარზე რაღაცა რა ვიცი
გულაობა რაღაცა და დაადიან ანგელოზები და ნუ გამორჩეულად ეხლა ახვლედიანი პლატონის გოგოები გამოირჩევიან. ხო და დაინახა ერთ-ერთი მოადგილე ყავს თელაველი. და ეკითხება ესაო ვინ არისო სადღაც მოეწონება ნადიკვარზე. ესაო პლატონ ახვლედიანია თელავის თეატრის დირექტორიო თუ სამყარო მსახიობი იმისიაო. სადღაც მე ბაზარში შეხვდა ვიღაც მოეწონა ვიღაც ხალი დაარტყა ეს ვინ არისო ესაო პლატონ ახვლედიანი იმისიაო. სადღაც ო მე სადღაც მომდენო მესამე შეხვდა მეოთხე სადღაც სხვა დაარტყავს ხელს ვინ არის პლატონისია და სადღაც მეექვსეზე რო დაარტყა ხელი კაცო ესო ვინ არის ეს გოგო ვინ არისო ეს პლატონ ახვლედიანი ესიაო. აი ეგრე გადაუწარია პიჯვარი ცოს რომ მოვიყვან პლატონას უნდა ეგრე კაი ჯიში ყოფა. დიდი მადლობა. არა ჯერ სადახარ დათო მე ვიცი რომ შენ და ბესო მღერი ხართ ერთად გადასარევად. მოდი ეს ერთი სიმღერა კახეთიდან ვაჩუქოთ ჩვენს მაყურებელს. ვინ წარმოიდგენდა თბილისში ამასა ათენში იმღერებდნენ უტყუნა და თამადა ელავის კრიზისი ძალიან დიდია ჩვენზე ძვირ მომღერლებს იქნაღდათ ვერ იგიდიან საბერძნეთი ლამაზია თავისებურად აკროპოლისი და ცქერის მთიდან მეფურად ჩემი ქვეყნის სიყვარულს ვერაფერს აკლებს საჩვენი ერეკლე და სადიმათი ჰერაკლე იმათა პრომეთე ისისთან ჯულია თუმ ჩვენი ამირანი უფრო მიჯაჭვულია ღვინოსაც ხშირად სვამ ქართული სასმისით ღმერთო კვლავ დაგვიბრუნე ჩვენი ოქროსაც მისი ამას ვესვამ და კეიფში ქართველი თამადა ათადან ბაბადან ლიტრიანი ვარდი დაუბრუნდი თბილისში იქ სადაც გველია ხბილად დაგვბედებოდეს ეს ახალი წელია ისევ დაიწყება ხანტების ტრიალი ნამდვილი კეიფი და ჩიგრიანი გრიალი შემოვიარეთ უცხო ქვეყნების სიმღერით გეფერებოდით შორიდან ვერ შეგედრება ერთ საბერძნეთი ერთ ამერიკის მაიამი და ფლორიდა მრავალახალწეს ხალხი გვილოცავს სამტრედიდან, ზესტაფონიდან, ხონიდან, ხაშურიდან და გორიდან ახლაც მივიღეთ მოსალოცები ურჯანიდან, სიგნაღიდან და წნორიდან აი ამ ულამაზესი ადგილის ადღეძოლო შევსვა და ალავერდი გადავიდე ჩემს როლანთან, რომელიც არის აქაური კაცი, გურჯანელი კაცი და ვალდებულია რომ მოეფეროს ამ ხარეს კაი არტისტი, კარგი მეგობარი კაცი და რა ვიცი მოეფეროს ქალაქს, მხარეს და რა ვიცი ქვეყანას და ჩვენს უყოლას. ოქროპირიძე აბარაა კაცი. როლანდ გიხდება ულვაში ჩვენ ვიმყოფებით კაჭრეთის ბულვარში ვიდი გერა. ჩემო კარგებო მე მინდა ერთი მორიგის აღერძო შემოგთავაზო ჩვენ ხა გებრიელად ვილხენთ აგერ ყველა და მე მინდა გავიხსენო ის კარგი ადამიანები ვინც ჩვენ კახეთს ალამაზებ და დღეს ცოცხლები აღარ არიან მე მინდა გავიხსენო ეხა თელაველების წრეში მოვხდით და ძალიან მესიამონა და გეგეს ლექსი გამახსენდა ეხა და თქვენის ნებართვით გეტყვით
სამნი ვისხედით ვერაზე ბაღში მე ჯემალა და გოღი ჩორტიკა გაოგნებული ტელევიზორში პირველად ვნახეთ აერობიკა მახსოვს რეზონი მეტი იმაზე კაცმა რომ დადგა ფეხი მთვარეზე ლაპარაკობდა მთელი ქალაქი ჭრელ ტრიკოიან ქერა ქალებზე მაშინ რა უჭირს სამნი ვისხედით მე ჯემალა და გოღი ჩორტიკა განვიხილავდით რით განსხვავდება პორნოგრაფია და ეროტიკა ერთი წინ უსწრებს მეორეს როგორ ჯაჭვიან არა წინწანაქარი არა გერიოს ჩორტიკ ჯანმეთკი ჩორტიკა მითხრა შეპირ შაქარი რა დრო იყო სად იყო სპიდი ანდა საბაზრო ეკონომიკა გუგულებივით ვისხედით ბაღში მე ჯემალა და გოღი ჩორტიკა აი მძველამბებს გაუმარჯოს აი კარკაცებს გაუმარჯოს ვინც დღეს ჩვენთან აღარ არიან და იმათი სული სახსენებელი იყოს ყველა მოგებიანენ მარჩა ხარება სახეშო გლივი და რაცლის ღაწვებს გაშარობა ოდესღაც მწვანე და შეფოთლივი იგონებს ბაღი თავის ბავშვობა ოდესღაც მწვანე და შეფოთლივი იგონებს ბაღი თავის ბავშვობა სავდარი აღამი შესიმებიად ბაღე შეაფარე თავი ჩემი წარბების თაღე შენი სახელი ვარავითო ამომიდექი მხარაჩი ჩემო ბეღურაჩიდო ჩემთან გათბიდა გაშლი ჩემო ბეღურაჩიდო ჩემთან გათბიდა გაშლი არ მომიპარავს მიპოვნია ეხლა ჩვენია პატარა გოგოსი როვარულიო ხრაზელია ნელია ოხრაზელია პატარა გოგოსი როვარულიო ხრაზელია ნელია ოხრაზელია პატარა გოგოსი როვარულიო ხრაზელია სულარა მოვამ ქვეყანას Sakuli vekneba, tavi kocni maktučet, sakoši vekneba, ბატონებო, ეხლა კი ამ საზღერძელოს არავის არ დაუთმობ რა. მე მინდა უზენაესი ძნობის საზღერძელო დავლიო, ნამდვილ ჭეშმარიტ ალალს, გულიანს, ოფერებულს, მოვლილს, ლექს რომ დაგაწერინებს, სიმღერას რომ გამღერებს, სიტყვას რომ გათქმევინებს. და რა ვიცი, ოცნებაში რომ გაგაფრენს, სიყვარულს გაუმარჯოს. სიყვარულს დაგილოცავთ. სიყვარულით სიამაყეს დაგილოცავთ. სიყვარულის მოფერებას დაგილოცავთ. ღმერთმა დალოცოს ქალისა და მამაკაცის სიყვარული. მე მინდა ერთი ლექსით მოვეფერო ამ საზღეგრძელოს. ღრიე ტალღა უტევს ნაპირს, შავი როგორც ყორანი. გაღმა მიწდის თეთრი ტალღა კარგია, სიყვარულის ბორანი,
მზემ დაიხრჩო ზღვაში თავი დღე დამიდგა სადაგი მოაწებე ბაგეს ბაგე ტკბილი როგორც ბადაგი გახსენ ბაგე მიბადაგე სიყვარული ტიალი უნებურად მიღებს კარებს მაცრუ თვალთა ბრიალით მაგ თვალების მინანქარი მისდევს ტალღა საფირონს ლალზურ მუხტის ბროლ ბადახში ჰკეცავს გზას უნაპიროს კეცე ვერ დავკეცე პარჩა იბა ატლასი მე მეგონა ერთი მიყვარს ყვარებია 1000 ვაშრე ვერ დავაშრე თვალთაც რამუთა დენანი ვინ დასთვალოს ამა ქვეყნად ჭირთა ჩემთა თმენანი ვართე ვერ დავართე ერთგულების გორგარი ბევრჯერ დაღმა დატრიალდა წუთი სოფლის ბორბალი გაფრენილა სიჭაბუკე სამჯერ 20 დარდია ხან მოიგებ ხან წააგებ ეს ცხოვრებაც ნარდია არავ ნაღლობ არავ დარდობ ის რაც გუშინდელია მე სიმღერას იმგვარს ვეძებ ჯერ რომ არ მიმღერია მე ლექს ვეძებ ჯერაც უთქმელს შნოს და ლაზას რითმისას ბარში ვეტრფი ცრიან ბალახს მთაში ნახტომს ირმისას მიყვარს ღვინო მიყვარს ქალი და დუდუკის სარი ღვინო ჭური სანგი ტკბილი ქალი მზისა სადარი მიყვარს სუფრის შნო და მადლი სადღეგრძელო მეფური სხვა 64-ს მე არ ვეძებ რის იმდიდრე რა ფული სვით რაც ქვეყნად ღვინო არის ვართ ღამესა მთელი კიდევ ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი კიდევ ბევრჯერ ჩამორეკენ ბედის წერი ზარებით რო გავადა გადაეხსნება რავქნის ციხეს კარები რიჟრას უცდი თავს დამონათის თვარის სხივი ირიბი სიყვარულის მეციხოვნე ვენების აშიკ ქირიბი სიყვარულს გაუმარ ჯოს ენაცვალეთ გაიხარე მიყვარ ხარ თკბილო გალხედო ალაზნის ველი ხედი რომლის შეყვარებაც ადვილია და ქალაქი რომელიც დიდი ხანია სიყვარულის ქალაქად იწოდება სიღნაღი ისეთი ქალაქია ისეთი ცხოვრებაა რომ აქ ყოველთვის დიდი სიყვარული ჩქებდა რა ისეთი თაობები გაიზარდნენ აქ რომ ეხა უსიყვარულოდ აქამდე არა ყოფილა რა და უფრო მეტი სითბო არის, უფრო მეტი სიხარულია და უფრო მეტი სიყვარული არის ვიდრე დანარჩენ სხვა ქალაქებში. ტურისტები სიღნაღში სიყვარულის საძებნელად ჩამოდიან და როგორც ჩანს, ვინც ეძებს ის ნამდვილად პოულობს. საოცარი ქალაქია, ჩემმა მეგობარმა უკვე იპოვა თავისი სიყვარული და მას ხელიც კი სთხოვეს გუშინ. რა თქმა უნდა, მეც არ ვაპირებ საქართველოდან სიყვარულის გარეშე წასვლას. სიყვარულის ქალაქის შემდეგ ჩვენ ისევ კახეთში ვიმყოფებით. ქართველი რომეოს და ჯულიეტას ისტორია ქართულ ვერონაში. ჩვენი რომეო და ჯულიეტა ბაძია და თამარაა. სოფლის უხუცესებმა ეს ამბავი გადმოცემით იციან. ყვებიან რომ ბიჭის და გოგოს ოჯახებს არ სურდათ ახალგაზრდების დაქორწინება. ამიტომ თამარა მამამ მონასტერში მიავლინა, რათა მონაზვნად აღკვეცილიყო. თუმცა ბაძიამ მისი მოტაცება შეძლო. ადგა მაინც იყო და მოიტაცა ეს თამარა. ახალგაზრდები იყვნენ. წამოიყვანა ართე, და სოფელი ხომ არ იყო? აი ქეთი რაღაცა ის არის და პატარას გააკეთეს ქვის რაღაცა როგორც კარვები არ იყო წინა ალბათ იმაsis შევიდა და იქ იყო იმალებოდნენ ესე იგი ბაძია და ის თამარა აი კარგა ხან მინამის მამა იმ კაცი შემოგდა რომ ისინი არ შეირიგა რომეოს და ჯულიეტას ტრაგიკული დასასრულისგან განსხვავებით თამარას და ბაძიას სიყვარული ბედნიერად დასრულდა მეტი დიდი სიყვარული როგორ გაიქმნა როგორ გამაიხატება აი მაგალითად მე არ ვიცი ახლა ბიჭმა ეხლა მარტო ის ხარ არის რომ ხვევნით და ყოჩნით რაღაც თაიგულებით და ყვავილებით გამოხატეს არა იმან მთელი თავის სიცოცხლით ენერგიით შრომით გამოხატა ის სიყვარული რომ არ იფიქრა ის რომ მე ან სიცოცხლე აღარ მექნება ან მომკლავე და მათთვის ვისაც არ სჯერა რომ სიყვარულის საუკუნეებს უძლებს 103 წლის მარიამ ბებო მისი ყველაზე დიდი სიყვარულის ამბავს ასე იხსენებს ნაბადი მაიტანა ნაბადში სამხრა სამკრა თოქსია ზურგზე ამიკიდა და ზურგიდან მამეყვანა თუმცა ერთი საუკუნის სიყვარულს დასასრული არ უჩანს
გაგიმარჯოთ. სიკეთეს გაუმარჯოს. ვიარსებოთ იმისთვის, რომ ვაკეთოთ სიკეთე, მოეფეროთ ერთმანეთს, გაუღიმოთ, უმღეროთ და უთხრათ ერთმანეთს, რომ ყველაზე მაგრები ვართ. ეხლა სიმღერა იქნება სწორედ სიკეთეზე და სიყვარულზე, ჩემი საკუთარი სიმღერა. ღიარული, რა თქმა უნდა. ღმერთი არის სიყვარული, ასე გამიგონია. სიყვარული თუ ამღერადი, ზეცად შენი გაგონია. გვეც თურმე როგორ მღავარები ხარ, თურმე როგორ მჭირადები, მე უშენო და ვერ ვიცოცხლე, მარად ჩემი თურმე როგორ მღავარები ხარ, თურმე როგორ მჭირდები, მე უშენო და ვერ ვიცოცხლე, მარად ჩემი ვერ დიდხარ და მენა დავიჯერე, კარგია როგორ გავძლოუშე, ჩემო კარგო ამ ჩემ დარდებს მითხარ რითი უშევე, თურმე როგორ მღავარები ხარ, თურმე როგორ მჭირდები, მე უშენო და ვერ ვიცოცხლე, მარად ჩემი იქნები, თურმე როგორ მღავარები ხარ, თურმე როგორ მჭირდები, მე უშენო და ვერ ვიცოცხლე, მარად ჩემი იქნები. ერთიც თურმე როგორ მღავარები ხარ, თურმე როგორ მჭირდები, მე უშენო და ვერ ვიცოცხლე, მარად ჩემი იქნები. დაქვე თურმე როგორ მღავარები ხარ, თურმე როგორ მე უშენო და ვერ ვიცოცხლე, მარად ჩემი იქნები. არდეთი ორი კუპლეტიც ვიცი ავსე. რაო დავით. მინდა კახური სიმღერის თამადობით თქვა მუსიკის ადღებძოლო. და რატომ? იმიტომ რომ კახური სიმღერა ჩაკრულო არის კოსმოსში გაგზავნილი და ანუ პლანეტას გაცდა ეს ყველაფერი, მსოფლიოს გაცდა. და აქაური, ხო, აქ და იქაც არის, კი. მუსიკას გაუმარჯოს ამ გადაცემაში. კახური სიმღერის თამადობით, გენაცვალეთ, გაიხარეთ. კახეთში არაერთ უცხოელს ნახავთ წლების წინ საცხოვრებლად გადმოსულს. როგორც თავად ამბობენ, საქართველო მათ მოგზაურობისას აღმოაჩინეს. მე შევეცდები რამოდენიმე მათგანი თქვენს გაგაცნოთ. ეს ჯონ ჰეია საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა. ქართველი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. საქართველოში მუსიკის სიყვარულმა ჩამოიყვანა. დღეს მას საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს. პირველად კახეთში ვიკავით 96 გაგებული მქონდა მრავალხმიანი სიმღერები და ძალიან მიყვარდა კახური სიმღერები და მაგითო მინდა და კახეთის დათვალიერება რომ საიდან დაიბადა ასეთი სიმღერები. როგორც თავად ამბობს, საქართველო მხოლოდ მისი მეუღლის დამსახურებით არ უყვარს. თუმცა მეუღლის დანახვისას მიხვდა, რომ ქეთო მისი ნამდვილი სიყვარულია. თვითონ მომღერალი იყო და საღამოდ გაიარა ჩემ ფანჯარასთან სამი ადამიანი, რომელთაც მღეროდნენ მეგრული ნანა ასე ჩონგური შუაგულს ქიზიქში. ჭრილიდან მოდიოდი, ძლივს ხედავდი, მაგრამ უკვე მიყვარდა. ეს გახდა ჩემი ცოლი. ჯონიმ საქართველოს ტრადიციები, სამზარეულო და კულტურა გაგიკვირდება და ბევრ ქართველზე უკეთ იცის. მისი თქმით, საქართველოს არ დაუკარგავს ის ძველი ტრადიციები, რაც სხვა ქვეყნებში უკვე ისტორიას შემორჩა. ხანძლივი სოვრობის შემდეგ ვარდისფერი
თვალებით არ უქურებ ყველაფერს, აი რაღაცები მომწონს, რაღაცები არ მომწონს. არა ეს ცოდეს არ მინანია და სხვაგან რო ვარ, სულ მენატრები თელს 40 წლის ვიქნები და 20 წელი აქა ვარ და ალბათ თუ ჯერ არა ცოტა ხანი შემდეგ მაინც მიკუდის ქართველობას. ეს ჯეფია. მართალია იგი მხოლოდ 2 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა აქედან წასვლას არ გეგმავს. მან სახლის ტიპის სასტუმრო ააშენა და არსებული ბიზნესით კმაყოფილია. 2 წელი არ არის პატარა დრომ, რომ მინიმალური მაინც შეიტყო ქვეყნის შესახებ. ძალიან ლამაზია კახეთი. ჩემი ამერიკელი მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, როდესაც აქაურ ბუნებაში ჩემს გადაღებულ სურათებს ნახულობენ. აქ ხალხს ძველი ტრადიციები შენარჩუნებული აქვს და სწორედ ეს მომწონს. პირველი რასაც ვაფასებ, ამ ქვეყანაში არის ის, რომ აქ ნატურალური პროდუქცია იაფია. მომწონს ის, რომ ვიკვებები ჯანმრთელად. ჟან ჟაგი. ამ სახელის გაგონებაზე კახეთში ყველას გემრიელი პური ახსენდება. ფრანგი მამაკაცი, რომელიც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა, დარჩენა გადაწყვიტა. ის დღეს კახელებს გემრიელი პურით ანებიურებს. ჩემი სახელი არის ჟან ჟაკი, ეხლა პირდაპირ მინდორში მოვედი, ხორბალი ავირებ. ეს არის ჩემი საქმე საქართველოში. საქართველოში პირველად მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას ჩამოვედი. პირველად როდესაც აქაური პური გავსინჯე, ძალიან მომეწონა. უკან გამგზავრებისას ხვდებოდი, რომ აუცილებლად დაუბრუნდებოდი უკან. კახეთის სილამაზემ და ხალხის სიტყვამ შემოყვარა აქაურობა. გადავწყვიტე, რომ ისევ ჩამოსულიყავი და მე თვითონ გამომეცხო პური. მე საკუთარი მოსავალი მაქვს და ასე ვამზადებ პურს. შემდეგ ვაბარებ რესტორანში და მაღაზიებში. ზემოთ ნახსენები ადამიანებისგან განსხვავებით სიმონ რუაძე ქართველია. მან 4 უცხოური ენა იცის და საქართველოზე შეყვარებულ უცხოელებს სახლში მასპინძლობს. რუაძეს მის საცხოვრებელ ადგილას ქართული კულტურის დამახასიათებელი კუთხეები აქვს გაკეთებული, რომლის ისტორიასაც ჩამოსულ სტუმრებს უყვება. ხვდები ჩოხაში, ახლა მაბატეთ ახლა ჩოხაში არა ვარ, ხო. ცხელაც ვარ, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა, ჩოხას ვიცმე ყოველთვის. ხა რატო არის კაცეთელი, რატო ქვია, რატო არის ადესა, რატო საფერავი, ამას ყველაფერს უხსნი. მე შევდივართ აქ ეს შენობა 2007-ში უკვე ჩემი მეგობრის დახმარებით ავაშენე. დიდი არაფერი, მაგრამ კახურ სტილში არის, მინდოდა დამიჭირა მე-20 საუკუნე. ეს ქვია სიმონეს ზაუდი. შევიდე ჩინით, მაპატეთ სუბრა არ არის ახლა გაშლილი, მაგრამ რაღაც მოგზანთ. გაუმარჯოს მუსიკას და დააგვირგვინებს ახლა აკორდეონი. მოусმინოთ თელავიდან ოთარ ხუტუაშვილს. აშლილან თეთრი ნისლები აყვენე ფერდობებს კლდიანებს ისევ თობს საჯიხვებში ქარბუქისე ტრიალებს ისევ თობს საჯიხვებში ქარბუქისე თეთრი ჩოხა აცვია წეროალებს ყინულოვანი წეროება მაწევს სიმღერი გაფრენა და გვიანეს წეროება მაწევს სიმღერი გაფრენა და გვიანეს მე მინდა დღევანდელი დღის სადღეგრძელო და მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ თქვენ ყველას მობრძანებისთვის. უღრმესი მადლობა თქვენ ბატონო ჩემო და სხვა რაკურს ტელევიზია იმედს, რომელიც დადის საქართველოში და აი ქმნის ესეთ არაჩვეულებრივ გადაცემას, რასაც ქვია დაუშვათ კუთხეები, მხარეები საქართველოში და აცნობს ხალხს იმ ხარის, რა ვიცი, ადამიანებს თუ სიმღერებს თუ იუმორს თუ რა ვიცი, ასე შემდეგ. მე მინდა დავლოცო დღევანდელი დღე, უღრმესი მადლობა უთხრა ყველას მაყურებელს, დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. ამით
მე ვიტყვი რომ სატელევიზიო ფორმატი სრულდება და კახური ფორმატი გრძელდება. აუცილებლად. მეგზელობა, გაიხარეთ, გაგიმარჯოთ. მერქმა დაგვეცოთ სიკეთე მოგცეთ სიყვარული და ბედნიერება. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მასპინძლობისთვის. ეს იყო სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად და დიდი მადლობა მაყურებელო თქვენ რომ ჩვენთან ერთად იყავით და ვაგრძელებთ ისევ კახურ ვოიაჟს. კახეთში ვიზიტისას ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სხვადასხვა სასწაულისა და უცნაური ამბის ისტორია მოისმინა. პირველად გურჯაანის რაიონს სოფელ ჩუმლახში მცხოვრებ კობიაშვილების ოჯახს მივადგით. მათ სახლში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს სისხლისდის. ოჯახის წევრები სასწაულზე საუბრობენ. გამიხარდა და ვთქვი, რომ მე ალბათ როგორც მწამდა ღმერთი ამაზე ძალიან მეთქი. რომ სულ ღმერთზე ვილაპარაკებ, რომ ეს რა დავინახე მეთქი, რომ რა მიზეზით არის ესა და თან აქონდა მოკლედ გენაცვალე ესა და მე ერთი კვირის შემდეგ კიდევ მარჩვენა და რასამ დაბლამდე ჩამოსულა. მამა ჩემმა სიზმარში ნახა რა ეს. რო ეკლესია გააკეთე, ვიღაც კაცი ეხმარებოდა, ეუბნებოდა როგორ გაიკეთებინა და ღამე დგებოდა რავი რომ 2 საათი იყო, პირველი საათი 3 საათი მშვენება დგებოდა და აკეთებოდა. ამ საოცარი ისტორიის მოსმენის შემდეგ ყვარლის რაიონში გადავინაცვლეთ. სოფელ გავაცში მცხოვრებ ჯაფოშვილების ოჯახს მარიამობის დღესასწაულზე უამრავი გველი სტუმრობს. ეს უცნაური ამბავი წლების წინ დაიწყო. ოჯახის უფროსმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც გაგვესაუბრა. სახლი მნებავს. სახლი. ხო. მე მან და მაინც პრესტიჟული და ის მინდოდა, მაგრამ არავინ არ გამოიდა ჩემი დამხმარე. თქვენ ახლა მარტო ცხოვრობთ, ხო? კი, ამჟამად მარტო გავარ. ერთი შვილი მყავდა, ამის გულისთვის წავიდნენ სახლიდან. გეშინიათ? არ გეშინიათ, რომ დაინახავთ. ჩვენი თვალით ვნახოთ თუ რა ხდება შიგნით. ბავშვები ჯოხებით ადგანან ზედ ლურსმებია დამაგრებული, გამოყოფენ თავს, დაკრავენ და ჩამოაგდებენ, ხოცავენ ისე. შედიან სახლში, სკამზეც ფეხზე დახვეული. აი უყურე დაჭრილი აქ შავი რაღაცეები, აი ნაჭრეები, რო შიგნით არ შეძურნენ. თავს არავის არ ესხმიან. ეგ ეს იქნება უკვე კარგი 10 წელი მაინც იქნება, განაცოდა შვილო. რაც ეს გველები არიან, ამისი ქმარი იმ შიშზე და ნერვიულობაზე მოვიდა. დღის მიწურულს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მდებარე სანაგირეს მონასტერს მივადგეთ. რესტავრაციის დროს მონასტრის ეზოში მოჭრილ ნეკერჩხლის მორზე სისხლიანი ჯვრები გამოისახა. მონასტერში მცხოვრები ბერი ღვთისგან მოვლენილ სასწაულზე საუბრობს და მრევლს რწმენის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი ნეკერჩხლის ხე იყო სადღაც მეტრანახების სიმაღლიდან დავინახეთ წითლად და დავაკვირდით და ჯვარია ზედ გამოსახული. ჯვარზე ესეთი წითელი პირდაპირ ისე კარგად ემჩნევა და სისხლი გეგონებოდა პირდაპირ. აი იმ ადგილას დავაკვირდით ესე და წითელი და ესენი ეტყობა ცოტათი და მეორე მხარეზე წმინდა გიორგს გავდა. ჩვენ ბოლო ჯამში ვიმყოფებით. ეს ყველამ კარგად ვიცით უკვე. ეს ნიშანია ჯვრის გამოსახვა ჩვენი ლოცვის გაძლიერების. აქ მარტო ხარ? მარტო უფალია ჩემთან. მოგესალმებით, გალბატონო ირმა, ძალიან დიდი მადლობა რომ დამთავრდით და პირველი კითხვა, რატომ ემალებით ჟურნალისტებს? არანაირი სურვილი არ მქონდა მათთან საუბრის. იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი ხანია ამ საქმეს ეწევით და რომელ საქმეს ნელ-ნელა მაყურებელს ჩვენ აუხსნით, არსად არ ჩანხართ, რატომ? ბევრი კლიენტი გყავთ? კლიენტი კი მყავს, მაგრამ საერთოდ გამოცხადებაში მქონდა, რომ არ მქონდა უფლება ესეთი სააშკარაოდ ლაპარაკის და რა ვიცი საკუთარი თავის წარმოჩინა. აი მის შიში მაქვს საერთოდ ძალიან დიდი, რომ მქონდა ეს ბევრი შემოთავაზება, მაგრამ მქონდა ის, რომ ყოველთვის გამოცხადებაში იყო უარი. თქვენ თქვით, რომ არ ახართ მკითხავი, არ ახართ ნათელმხილველი. აი რა შეიძლება თქვენს
ამ პროფესიას თუ ამ მიმართულებას დავარქვათ, რა არის ეს? სულებთან მაქვს ურთიერთობა, როგორც თვითონ აი უკვე ფერს ხედავ რა აცვიათ და ადამიანს რო უყურებს სულ ვიცი. აი ხედავ თქვათ რა ელოდებათ, ვინ არიან, რა ექნება, თორე დიდი წლების უკან რა ქონდა, დიდი წლების შემდეგ რა ექნება. სულებს როგორც აი უხეშად შეიძლება გამომივიდეს, რომ აი დაცინ ვაქვთ თითქოს რაღაცა ლაპარაკი აქვს, ესენი დამინახია. ანუ სულები დადიან და თქვენ ამ სულებს ხედავთ. კი, ეხლა აქ ხო არის სული? არა, აღარ არის სული. არაფერს არ ხედავ. აი იალოვის თქვათ მიწისძვრაც რომ მოხდა, აი თვითონ სულები დამქონდა 1 წლის უკან, ზოგადად 13 აგვისტოს ვნახე. აი პირველად 98 წელში რომ ამ ქალაქს 1 წლის მერე ესელოდება. პირველი ხილვა როდის გქონდათ? პირველი ხილვა მქონდა, რომ ჩამოვარდი ბაგების ტუტ ქალაქიდან 79 წლის 22 თებერვალს, რომ გავიღვიძე 2 მარტს. არაფერი არ დაგიშავდათ, ნუ არც ერთი წამწამი არ მქონდა, 14 მმ-იანი შუშები მქონდა აქ. საერთოდ მარცხენა მხარეს დაბეჟილი მქონდა. ბოჭორიშვილმა რო გადაიღო თავზე დაბეჟილი, რაღაცა თაბაშირისნაირი წამისვეს და ნახეს, რომ საერთოდ დაბეჟილი არ იყო, აი საერთოდ არაფერი და აი მეორე დღეს ვეთქვა, რომ მე უნდა მოვანათლო ჩემი შვილები. აი ახლა მართლა არსებობს უფალი. ხილვა იყო ესეთი, რომ ამიყვანა ცაში წმინდა ნიკოლოზმა და მითხრა ირმა 5-6 თვის უნდა გარდაცვლილიყავი და მე ჩემს ტაძარს მოაგდეს შენი თავი, უხეშად ვიტყვი და მითხრა დედაშენმა ან აცოცხლე, ან მოკალი, მე შენ გაჩოქე. იმის მერე მე შენ გფარველო და მე მინდა ჩემი ცის ყველა ოთახი დაგათვალიერებინო და როგორც გამოვიღვიძე 2 აგვისტოს კიდევ კალინინის ქუჩიდან ფანჯრი დამხდებოდი თურმე. და იმის მერე მქონდა ეს ხილვები, მაგრამ ბავშვი ვიყავი და უფრო ვერ ვაცნობიერებდი. რამდენი წლის იყავი? 9 წლის ვიყავი. აი თქვენებმა არ წაგიყვანეს ექიმთან, ან არ შეეშინდათ? არა, ჯუნას ქონია დედასთან ლაპარაკი დავითაშოს, რომ მაჩუქე რუიზანეს ბავშვი მოსკოვში წავიყვან, მე მოგხედავთ, დედა აქვრივი იყო, გვიჭერდა ძალიან. დედა მოარი თქვა და იმ ღამეს რომ ეს ლაპარაკი მე მოვისმინე, თვითონ ღვთისმშობელმა შულო თუნდაც კაშპიროვსკმა როცა 90 წლის 9 იანვარს შემომთავაზა ამერიკაში კლინიკა ესე და ვითანამშრომლობთ, ყოველთვის გამოცხადებაში მაქვს სუარი, მე შენ მოგეცინიჭი, მხოლოდ შენ ჩემ ხალხს მიხედავ. კაშპიროვსკის იცნობდით? აი ესეთი შემოთავაზება თუ როგორც თქვენ გელაპარაკებით 90 წლის 9 იანვარს მქონდა მასთან შეხვედრა. აი რით გამოირჩევა თქვენი ნიჭი? ადამიანი რომელიც მოდის გაჭირვებული, ან კიდე ადამიანი რომელსაც აი ეშმაკი შეუჩნდა მისი სული შეუფერებელს მთხოვს ან აქვს, მას განშორებას ვეუბნები, რომ მოდი გონზე ეს არ არის შენი სული შეუფერებელი, სხვა არაფერი ძალა არ მაქვს. უბრალოდ ვეუბნები ადამიანს შენ ეს გელოდება და გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ. ეკლესიური ხარ? რა თქმა უნდა. მოძღვარს თუ ესაუბრებით ამ თემაზე? მამა ელიზბარს ადრე ვესაუბრებოდი, მაგრამ ახლა კაი ხანი არ მინდა. არ აგიკრძალათ? რაღაცა პერიოდი ამიკრძალა, მაგრამ ეთით რა არის, მე როცა ჩამოვარდი მე ხვდესართ ზუსტად მაშინ აკურთხეს მოძღვრად ის. და რაც სუმის ხელში ვარ გაზრდილი და ასე რომ ჯადოსთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ? საერთოდ არ უნდა იწამო ჯადო, მაგრამ ძალიან ბევრი სასიკვდილო ჯადო მომიხსნია გია. როგორ ხსნით? აი ვწერ ადამიანს ვალევინებ. რას ალევინებ? აი დაწერილს. ჩემ დაწერილს. როგორ ალევინებ? ხო აი ჭიქაში უნდა გარეცხოს და ის უნდა დალიოს. 61 ჭიქაწყალში თუ პატარა წლოვანებით არის ტანი უნდა დაიბანოს, 4 ჭიქაწყალში თავი გომკერძე უნდა დაისხას. ეს ხილვა ნახეთ აი ამ რეცეპტს? რა თქმა უნდა, ეს მქონდა ყველანაირ ცუც ხსნი აბსოლუტურად. არ ვარდებით ხოლმე ამ პატავნებაში, რომ აი თქვენ ამდენი რამე შეგიძლიათ? უფალს სულ ვევედრები, დილით რომ ვიღოძებ მადლობას ვუხდი, რომ კიდევ მაქვს ის ყურების უფლება და სულ ვევედრებ, რომ ჩემი სული შეუფერებელი არ მომცეს, ისეთი არ დამჯაბნოს ცუდმა ანგელოზმა, რომ მე რაღაცა ცუდი გავაკეთო და არასოდეს ამ პარტანობაში არ ჩამოვიდა. რატო იცით, ჩვენ სანამ დავიწყებდით ჩაწერას, თქვენ თქვით, რომ ჩემი მომრევი მსოფლიოში არავინ არ არისო და ეს კითხვა იცით რატო? ძალიან
მე თუმეტეს აი ესეთი ძალის პატრონი ვარ გია და აი არავის არ აქვს აი ისეთი ხალხი მევედრება გია ისეთი პიროვნებებს უთქვიათ ჩემთვის რომ აი დღე და ღამე რომ მარხვით არიან დღე და ღამე რომ ლოცვით არიან აი ისეთი რაღაცა შემოთავაზება რომ აი მithქვია რომ უფალო აი როგორ ახსნა არ ვიცი აი ძალიან სულით წმინდა გონია აი და სულში არავის არ შეუძლია იფათოროს გათხოვილი ბრძანდები? კი ქმარი შვილები მე წუთში არავინ არ უყავს რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში? არა არაფერი უბრალოდ იყო პიროვნება და გარდაიცვალა всё მე გათხოვების უფლებაც არ მქონდა გია და მეც ვიძახი მას რომ ბედის წერის ალბათ ისე უფლის დახმარებით ყველა შეუძლია თუ ის ღვთაებრივია და ვერსილოცე ბედის წერა შეცვალოს ჩემი ბიოგრაფია და ჩემი წარსული იცის სრულიად საქართველოს იმიტომ რომ იწერება პრესაში მოდი თუ შეიძლება რომ მითხრათ ჩემი მომავალი და საინტერესო იქნება როდი ისახდება როგორ ახდება და ასე შემდეგ მე გეტყვით თუ მომცემთ იმის საშუალება ძალიან კარგად ვიცი რომ ძლიერი აურა გაქვს ძლიერი პიროვნება ბრძანდებით და მე რაცაც დაიტყვი შენი ანგელოზი მე გეტყვი შენ ბეჭდები მოიხსენი მაშინ იცით რა არის ნათქვამია რომ სანთელი უნდა დაინთოს მხოლოდ უფლის სახელზე და თქვენ გაქვთ უფლება რომ დაანთოთ ესე სანთელი თუ რატო არა მაქვს უფლება მე ხო ცუდად არაფერში არ მოვიხსენიებ ოჯახში გათენებული სანთელი უნდა მომიტანოს ხატთან ერთი დღეღამე უნდა გაათენოს კელაპტარი ბრძანდება თუ სანთელი იქნება და მომიტანოს რომ კი მე იმ წუთში მაინც ხვდები ის რასულისა და ვინა და როგორი აურა მომიტანა მაგრამ მე ძალიან დიდ შვებას და ძალიან დიდ ძალას მაძლევს ეს მარჯვენა ხელის გული მაჩვენეთ так უეჭველი 74 წლამდე იცოცხლეთ გიორგი მასეც 75 წლის მოვკვდები არა მაგას არ გეუბნები რომ მოვკვდები მე მგონი კაი თქოს კაი გამგონი უნდა так ზუსტად 2-3 დღეში გადაწყვეტა ძალიან დიდ შემოთავაზება, მაგრამ შენთვის ცოტა მაინც უცხო, ცოტა ფეხს ითრე უკან, მაგრამ არ დაითრიო ფეხი უკან. თუ როდისმე წაგიგია სუსხვისი ირჩევით, აი რომ კაიგიო არ გინდა რა გეხვეწები არა და იცი რომ ის არ არსებულია, მაგრამ მაინც აკეთებ ვიღაცის თხოვნით, ვიღაცის დაჯერებით. ყოველთვის კიდე გეტყვი ძალიან პატარა გოგოს უყვარხარ გიორგი. ძალიან პატარა რა მხოლოდ ძალიან აი თუნდაც 30 წლის პატარად 30 წლის ძალიან პატარა რა ვქნე რაც ვხედავ მე ხო ვერ შემიძლია რომ შევცვალო ის რასაც მე ვხედავ ხო ნამდვილად და თირარი ხوارი ადამიანს აქვს ერთადერთი რომ ღმერთო აი მას მომასწარი და მეტი არაფერი არ მინდა ამისი მიღება გაქუფლის და ერთს გეტყვი კიდე რომელიც გონია რომ ძალიან დიდი ცოდვა ჩავიდინე და უფალონეთ და თუ ეს ყველა ადამიანს აქვს ეს ფიქრი მაგრამ შენ მაინც ძალიან ერთ სიკეთეს რო აკეთებ 10 სიკეთეთ გეთვლება ერთ ცოდვას რო იდენ 100 ცოდვას გეთვლება აი ეს ცოდვა რომელიც ყველაზე დიდი გგონია რომ გააქვს და გადეს უკვე უფალმა მოგაცილა აბსოლუტურად ეს ვინ არის ღმერთო ოხ გიორგი და ძალიან მიყვარს ძლიერი პიროვნებების ნახვა სხვათა შორის ერთს გეტყვის იმართლეს აი მორალურად ძლიერი აი ძალიან სერიოზულ პიროვნებებს შევხვედრი ვარ ძალიან ჯინებს ელაპარაკებიან ამას იმას თურქეთში მაგრამ შენ ძლიერი ადამიანს არ შევხვედრი ვარ შენ გაქვს ჩემზე ძლიერი რა იცი რომ შენ შეგიძლია უცებ ყველაფერი ჩაკეტო კედელი აღმართო ეს ყო ძალიან მაგრად გამომუშავებული და სხვათა შორის რაღაცა სისხლს გადარჩები კიო ეს სისხლს გადარჩები რა ნიშნავს არ ვიცი ჭრილობა გექნება ვინმე მოგცემს რა იქნება რაღაცას უნდა გადარჩე სადაც საჭი არ გიყვარს საჭესთან ვზივარ ოღონდ არ მიყვარს ხო ეს დიდება უფალს არ ვიცოდი ეს მაინც არ დამაბრალებთ იმას რომ რამე პრესაში წერია ეს და ერთს გეტყვი გიორგი რა არ ვიცი ახლა გიორგად რატო გეუნები აი გია გიორგი მოსახელე პიროვნება არ მომწონშება ბევრი ყავს გარშემო და არასოდეს არ დაიჯერო რომ მილიონი მეგობრიდან 4 შეება ყავდეს სუფთა გულის
და ნათესაობაში და ძალიან ახლობლებშიც თეთრი შურით გაქვს ბავშვობიდანვე თეთრი შურით გიყურებს ყველა გიორგი. საერთოდ ქალზე სიყვარულზე არაფერზე არ უნდა იფიქრო, მაგრამ გეტყვი მე ხან წვევანებაც ვიცი, მაგრამ მცხენია, რო თქვა. რატო? აი ძალიან პატარა ბავშვია, გისმის? აი პატარა ბავშვია. 30 წლის პატარა როგორ არის? არა, შენზე 30 წლის პატარა, ხო ვიძახი. შეიძლება ეს თუნდაც ყოველს ვიძახი, იმიტომ რომ ძალიან პატარა ჩანს. ესე იგი 20 წლის ყოფილა. აი ძალიან 20 წლამდე რო იტყვიან. და არ ვიცი თუ დაუკავშირება, თუ გამოგიტყდება ეს პიროვნება, უბედნიერესი კაცი იქნები რა. დიდებაში და სხვადასხვა 13 რიცხვი არ არის შენთვის ცუდი, იცი? მიყვარს 13 რიცხვი. მეც იგიჟენდე. ღმერთო და ელოცო შენი განგება და დიდება უფალო. წმინდა დავითი გფარულებს უმაღლეს დონეზე. საქართველოზე რა სიტყვით? აი საქართველოს მომავალზე შეგიძლიათ თქვათ რამე? ой, მეტდა. ეხლა მქონდა გამოცხადება 23-ში. 70 წლის უკან ვიღავი საქართველოში და ხო ხედავ რომ მოვედითო. აბარა რომადა ჩვენ სარსულშიც გადავა. როცა რუჩს იღებ, მაშინ მაინც არ იხსნიო? გავიხალე. შენ ლამაზი ხარ? რა ვიცი, ათეულში ვარ შესული. მე რამდენი ადგილი გაქვს? ბედნიერი არა ვარ აშკარად პირადში. თუ ვინმე მყავს გვერდში, ყველა არის ეჭვიანი ძალიან. ყველა მთხოვს რომ აღარ ვიმღერო. მართლა? ესე ადვილად შეიძლება შენი საყვარლობა? ადვილად არ შეიძლება. გუშინ რო არ ავსულიყავი ნომერში, შეიძლება ერთი ადამიანი შემყარებოდა. მართლა? ისე შენზე ამბობენ რომ მაგას არავინ არ უყვარს საკუთარი თავის გარდა და გიждდება საკუთარ თავზე ეგოისტია მაგარიო. აი ხო გიმღერია მატარებელში ხიდზე. მატარებელში რატონა? არ ახლა ვიყავი და უცებ მომესმა თქვენი ხმა. აღარა მყავს საყვარელი ადამიანი გვერდში და ნერვი ვლავ. ეხლა მქონდა გამოცხადება 23-ში. 70 წლის უკან ვიღავი საქართველოში და ხო ხედავ რომ მოვედითო. ერთი ინფორმაცია მივიღე რომ მაგ ზოოპარკის ადგილას ყოფილა ტაძრები, რომელი ტაძრებიდან ჯვრები და ზარები ჩამოვღიეთ, ძალიან სერიოზული ესეთი ძვირფასი მეტალი ყოფილა და გაუყიდიათ ალბათ კომუნისტებს. არ ვიცი, ისე უნდა აშენდეს რომ ეშველოს თბილის, მაგრამ ძალიან ცუდი არ ელოდება გიორგი, მაგრამ 2016 წელში მუსულმან და ქრისტიანებს ძალიან სერიოზული ომი დაიწყება, ეს ვიცი. მაგრამ ეს საქართველოს ღვთისმშობელი დედა და უფალი არ გაწირავს. ჟვანიესთან მქონდა სერიოზული კონტაქტი. და გქონდათ ასე უწინასწარმეტყველეთ ჟვანია. სანამ ამერიკაში წავიდა და 4 დღით ადრე მქონდა შეხვედრა. რა ვიცი, რაც იქნება, მაგრამ მე ასე მგონი ალბათ რაც ეწერა შუბზე, მაგრამ მაინც ხო შეიძლება რომ ადამიანი თავის ბედის წირის შეცვლას მე მას ვაკონკრეტები და ვიცი. უთხარით რამე გააფრთხილე. როგორ არ გავაფრთხილე? და სხვათა შეიძლება ბევრს არ უყვარდა ედვარდი, მაგრამ მე სიგიჟემდე მიყვარდა ეს კაცი. ედვარდ შევარდანზე გიყვარდა? სიგიჟემდე მიყვარდა, იმიტომ რომ კაცს რომელსაც ყველა გამოთვლაზე 3-7-იანს კრავდა და 7-7-იანში წავიდა. რა მაინტერესებს იცით? ედვარდ შევარდანზე 60-შეა მოხვედრილი თუ უეჭველი. რას ლაპარაკო გიორგი? 60-ში? 7-7-იანში წავიდა კაცი გიო. 7 ივლის გარდაიცვალა. 2014 7-იანია და 3-7-იანს კრავდა. რას ლაპარაკო გიორგი? პირდაპირ, აი ხო შეიძლება ბევრი ცოდვა ყველა ადამიანმა არ განიკითხო და არ განიკითხო მთელი ცხოვრება მაგას ვევედრები უფალს. მაგრამ კაცი 7-7-იანში წავძანდა გიორგი. ამას კითხვა რა თუნდა. და თქვა კელატრიშიზე თქვი რომ დღეს ბოლო ჩაწერა აქ ფილარმონიაში მე-4 დღეს კაცი გარდაცვლილი იქნება. ლელა სიხარულიძეს პირშივე უნებოდი და ანებე გოგო თავი ეს მოგივა მოხდა და აი ძალიან ბევრი ისეთი დეტალი რომელიც უთქვიათ ბევრს რომ აი 1000 ბოდიში რომ აი საცოდავი რას ამბობს. რომ ითქვია თქვა სოხუმში ბავშვი დაკარგულია ეს ცოცხალია ხო? ანუ დაკარგულებს ხედავთ ცოცხალია თუ გარდაცვლილი? კი, მე ჩამოვიდა ხო იყო აქ რომ ბავშვი გამოჩნდა და ჩვენი შვილი და მეთქი არ არის ამათი შვილი და მართლაც დნმ-ის ანალიზი გაიგზავნა და მართლაც არ იყო. და აი ძალიან ბევრმა ცოტა ისე გოთვალით მეყოლებდნენ რომ აი რას ლაპარაკობს. ეხლა მე რო თქვენ გითხრათ რომ ხმას ამოიღებს თქვენი ბეჭედი ხო? სხვანაირად შემომხედავთ. ჩემი ბეჭედი ლაპარაკობს ხო? არა, ეს ჩვენთვის ლაპარაკობს, ყოველთვის არა.
ესაც ძალიან უძლიერი სიკეთეა და არც არავის არასოდეს არ გაუკეთო. იფიქრეთ იმაზე, რომ მე ჩემი ძალით მოგიყვანეთ თქვენ? გამოგიძახეთ. აი სხვათა შორის კიდე გეტყვი, წუხანდელიდან დღემდე ყველა რეკავშირმა როგორ დაგითანხმეს. ვფიცავ, აი არ ვიცი და აი ალბათ მე მართლ მაგას ვიძახი. მაგრამ ეს თურქეთში აი თქვენი გამოსვლა და თქვენი ეს ცრემლები აიყო ჩემთვის არ ვიცი. მე მაგალითად არ ვამბობ და არასოდეს არ ვინანებ, რომ პირველი და შეიძლება უკანასკნელი ინტერვიუ თქვენთან ჩავწერე. ძალიან საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით, ვიღაცისთვის ეს იქნება დამაჯერებელთვის, არ იქნება დამაჯერებელი, ვიღაცა იტყვის, რომ ეს არაეკლესიურია, ვიღაცა პირიქით შეიძლება ძებნა დაგიწყოთ, ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა მეც. საგალობელს გიგალობე ისეთ ყვილსვით ბადახსა ჩემგან წასვლა განაშორება არ იფიქრო არაცა ერთი ნახვით შეყვანება ამიბრია თავგზავნა ასე რატომ გამიმეტე ნუ თუ ღმერთი არაცა ერთი ნახვით შეყვანება ამიბრია თავგზავნა რადგან მირბი მემალები უშენობით აბარა დრომობა და ჩვენ სარსულშიც გადავა დრომობა და ყველაფერი ჩაიგდე ყველა ტკივილს დრო უთქმელად დააბარა აბარა დრომობა და ჩვენ სარსულშიც გადავა დრომობა და ყველაფერი ჩაიგდე ყველა ტკივილს დრო უთქმელად დააბარა არ მჯეროდა რომ ამბობდნენ სიყვარული დამდამდა ახლა მჯერა მაგრამ უკვე გზაზე შემომავალდა ჯეროს ცხოვრების ამატარებს მიაქროლებს თავდაღმა ასე რატომ გამიმეტე ნუ თუ ღმერთი არაცა ჯეროს ცხოვრების ამატარებს მიაქროლებს თავდაღმა ასე რატომ გამიმეტე ნუ თუ ღმერთი არაცა აბარა დრომობა და ჩვენ სარსულშიც გადავა დრომობა და ყველაფერი ჩაიგდე ყველა ტკივილს დრო უთქმელად დააბარავს აბარა დრომობა და ჩვენ სარსულშიც გადავა დრომობა და ყველაფერი ჩაიგდე ყველა ტკივილს დრო უთქმელად დააბარავს დრომობა და ჩვენ სარსულშიც გადავა დრომობა და ყველაფერი ჩაიგდე ყველა ტკივილს დრო უთქმელად დააბარავს აბარა დრომობა და ჩვენ სარსულშიც გადავა დრომობა და ყველაფერი ჩაიგდე ყველა
პადატკივოს დრო უთქმელად დაფარავს დრო მოვადა ყველაფერი ჩაივრის პადატკივოს დრო უთქმელად დაფარავს აბარა 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 ჩვენ ახლა გვმას პინძლობს გაჭრეთის ამბასადორი და შენ აჩვენო კლასი მაყურებელს. თუ კლასი არა ვარ. კლასი ხარ საერთოდ? აბარა. გუშინ ვიხჩებოდი აქ იცი? მართლა? ამბობ. სად ვიყავით რომ გადაგვეღო შენი დახშობის კადრები? მეძინა? ხო. განწყობა მითხარი შენი როგორ ახარ? რა ვიცი დავიღალე ცოტა. როცა რუჯს იღებ, მაშინ მაინც არ იხსნი ოქროებს? დავიღალე ამ რუჯებით რა. არ იხსნი ოქროებს მაშინ? როგორ არა ხანდახან. და ეხლა რომ დაგაჩნდება აქ თეთრად დამაჩნდეს მაგის დედას. ისე რა კარგია რომ უკომპლექსო ხარ? ამბობენ. ამბობენ. რატო იცი მე ვერ ვიხდი ხოლმე იცი? რატო? მახინჯი ხარ? მერიდება ხო რომ დავბერდი უკვე დავმახინჯდე. მოკლედ წყალი რო დაინახე გაჩუმდი. მიყვარს. გიყვარს? სილამაზეა. რას გაგონებს ხოლმე წყალი? თეცხორება მიყვარს ახალგაზრდობა. იბანავებ ახლა? რა ვიცი ვაპირებ ამბობენ. ძალიან მინდა ხიდიდან გადმოხტე. ეგ რაღაცა. ეგ რაღაცა და არ ვიცი ისე შენ. არ იცი ცურვა? შე ვიხჩებოდი და რა ვიცი ყველა არ ვიცი სასწაული მოხდა. გადამარჩინეს. გადაგარჩინეს? შენ თუ სად ვიყავი? სად ვიყავი რომ არ გადამერჩინე? მე შეგნებულად აღარ ვიღებ ზაგარს. რატო აღარ? შენ არ გიყვარს საერთოდ ზაგარი, იმიტომ რომ სულ თეთრი ბამბასავით ახარ ხოლმე. კი, მაგრამ ერთი პერიოდი სულ სოლარიუმში ვიღებდი ზაგარს და ისე არ მომიხდა. რატო? არ ვიცი. აი ჩემი ეს სილამაზე დაიკარგა რა, ამბობენ. შენ ლამაზი ხარ? რა ვიცი, 10-ში ვარ შესული. მე რამდენი ადგილი გაქვს? მე-6. მე-6-ე? პირველზე ვინ არის? განჩენ შენ არ ყვია. სათვალეზედაც უნდა კითხო, მზეში, სიბნელეში, ღამე, უკუნეთში, სულ გიკეთია სათვალე, რატო? რა ვიცი, მიყვარს, მიხდება. გიხდებ მოხთენის გამო გიკეთია? ალბათ. მე რა მგონია, იცი, შენ თვალებში მუდმივად სევდა და არგინა ხალხმა დაინახოს. ხო, რაღაც ბედნიერი არა ვარ აშკარად პირადში. მართლა არა ხარ ბედნიერი? მოყევი შენი პირადი ბოლო-ბოლო. მოდი, აი მაყურებელს ვეუბნეოდი წეღან. რომ რატო ხდება მეთქი, რომ ორივე წარმატებულობა და ბედნიერება ერთად არასოდეს და გუშინ კიდე ერთ-ერთმა ძალიან მაგარმა მსახიობს ვესაუბრე, ძალიან მიყვარს ის ადამიანი და ვიზიარებ მის აზრებს ხოლმე და ძალიან მიყვარს. ცნობილი მსახიობია. მანაც ვერ მიპასუხა. შენ ყოფილა ისეთი ეს მართალიაო, კიო. შემთხვევა ყოფილა რომ გაჩავა მას ეს მითხრა. არ არის, არ ხდება ეს ცხოვრებაში, რომ ორივე ერთად რომ აი დაუშვათ არ იყავი რაღაც გარკვეული პერიოდი წარმატებული, მაგრამ იყავი პირადში ძალიან ბედნიერი. გია, იცი რა არის? წარმატებული არ ვიყავი მეთქი ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ძალიან უცბად მოხდა ჩემი წარმატებულობა. მაგრამ ხო იყო ჩავარდა ხო გქონდა? არასოდეს. არასოდეს არ გქონდა? როგორ 27 წელია სცენაზე დგეხარ და არ ყოფილა? არასოდეს, იმიტომ რომ თუ იმას არ ჩავთვლი რომ მე წავედი ქვეყნიდან 12 წელი. და აი როცა წახვედი ქვეყნიდან, მაშინ თუ იყავი ბედნიერი. ხო, რაღაც ის პერიოდი დაუთმე სიყვარულს. მერე? კარგი იყო? მე ვფიქრობ რომ მე ჩემი ცხოვრება უფრო მიყვარს. ყველაფერი მქონდა ცხოვრებაში. ოქროები, ბრილიანტები. მერე ოქროებში რო არ არის ბედნიერება. დახურვა, ყველაფერი აბსოლუტურად. ოქროებში რო არ არის ბედნიერება, ხო მიხვდი? მაქვს ერთი რაღაცა ცხოვრებაში დაცდილი, რომ თუ ვინმე მყავს გვერდში, ყველა არის ეჭვიანი ძალიან. ეჭვიანი მთხოვს რომ აღარ ვიმღერო. მართლა? და მერე შენ რა შვები? შენ მაინც მღერი. კარგად, მეუბნე. იცი რა არის? როგორ თეთრი ვარ, ხატ-ხატა ხო? ამბობ. სულ გინდა შენი რაღაცა სხეულის წარმოჩენა და რაღაცა. არა? არა, არ ვარ ჯიში ვეღარ. სხეული უნდა წარმოაჩინოს
მაგარმა რაღაცა გეთმა. და აბა ეს დეკოლტე რო გაცვია ხოლმე და ხეული არ მივარგა მეთქი მაგას ვერ ვიტყვი. ლამაზი ხეული გა. ხო ამბობენ. ამბობენ. ვინ გითხრა? საყვარლები. პირველად. რატო საყვარლები შენ ისა ხარ, რა ქვია? ესე ადვილად შეიძლება შენი საყვარლობა? ადვილად არ შეიძლება. არა, უნდა მოგიპოვონ. ხო, რა უნდა გააკეთონ შენი გულისთვის? აი მაინტერესებს შენი გულისთვის რა უნდა გააკეთონ? უნდა შემაყვარონ თავი. როგორ? შენ რა გინდა რა? არა, მაინტერესებს, მე რა მინდა? უამრავი ყანეთ ეს დავახჭობებ. უამრავი თაყვანისმცემელი ყავს და უთხარი როგორ უნდა შეგაყვარონ თავი. ეს თავისით უნდა მოვიდეს რა. ოქროები უნდა გაჩუქონ? გუშინ რო არ ავსულიყავი ნომერში, შეიძლება ერთი ადამიანი შემოყარებოდა. მართლა? აუ, მითხარე ვინ? რას გამოაკალდე? მითხარე ვინ არის? აი, რატო არ იყავრი? დამეძინა, მართლა სიკვდილში დაიძინე შენ. რა მოგეწონა მისი? არ ვიცი რაღაც მომენტი. უცბად. აი ახლა უნდა გითხრა ჩვენს იმ გადაცემაზე, იმ ყველაზე პოპულარულ გადაცემაზე, ჩემთან რო იყავი ეთერში და რო იტირე. მთელი მაყურებელი მეკითხება, რომ აი რატო აატირე და რატო მოუწყე პროვოკაცია. ყველამ ხო იცოდა რომ ნახდათ ვიტირე ახლა, რა ვიცი. არა, კი, გასაგებია, მაგრამ რომ მითხარი, მეც ძალიან ბევრი ადამიანთან მომიხდა მაგის თქმა, რომ ეს არ მომიწყო მეთქი, კიო. ერთი ჩემი მეგობარი ხარ, ჩემი ახლობელი ხარ და შენ თვითონაც არ იცოდი. არა, კაცო, რა ვიცოდი, როგორ შეიძლება ხო ტირილის დადგმა, როგორ შეიძლება? რა ვიცი, ნუ არ ესიამოვნათ, ხედავ როგორ უყარვა ადამიანი. კი, ძალიან უყარდა და ცრემლი ხალხს არ ესიამოვნა. არ ესიამოვნა შენი ცრემლი და ამ დროს ეს ცრემლი გამოხატავს საერთოდ ადამიანის მდგომარეობას. მდგომარეობას, მონატრებას, მე დედაზე მომენატრა დედა. ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ კაიფში იყავიო. ხო? კაიფში არ ვიყავი, ხო, რაღაც. ცოტა 2-3 ჭიქა კონიაკი მქონდა და ისე შენზე ამბობენ, რომ მაგას არავინ არ უყარს საკუთარი თავის გარდა და გიждდება საკუთარ თავზე ეგოისტია მაგარიო. ეგოისტი არა ვარ, მაგრამ საკუთარი თავი მიყვარს. გიყვარს? რა გიყვარს? აი შენ თავში რა გიყვარს ყველაზე მეტად? თავი ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს. უნდა უყვარდეს, მაგრამ აი რა თვისებები გიყვარს შენი? ძალიან ბევრი თვისება არ მიყვარს. რა არ გიყვარს? არა, ხშირ შემთხვევაში უხეში. უხეში ხარ? საშინელება. რატო ადამიანებს უხეშად ეკცევი და ამცირებ? ხო, ხანდახან. რატო? მე არ მინდა, მაგრამ ესე ხდება. როგორ შენ არ გინდათ შენ თავს ვერ ხო? ხდება ესე, ნუ არ ვიცი. ეხლა ერთი რამე მინდა. ხანდახან ისე იტკბილი ვარ, რომ შენ დარწმუნებული ხარ? ამბობენ. დარწმუნებული ხარ, რომ ყველას უყვარ ხარ? ყველას როგორ შეიძლება უყვარდე, მაგრამ მაინც იმ ყველას ვითომ რო არ უყვარვა, მაინც უყვარვა. აი, რას ეთქვი? ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, ძალიან კარგი ვარ რა. რას ეთქვი იმ ადამიანებს ეხლა შენ ვისაც არ უყვარ ხარ? შემიყვარონ, იმიტომ რომ გულში მაინც უყვარ ვარ და პრინციპში არცაა საჭირო აღიარო. ჩუმად მაინც უყვარ ვარ, ყველას უყვარ ვარ. ისე რა კარგი ესე დარწმუნებული რო. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეხლა მე შენთან მაქვს ერთი თხოვნა. აი ხო გიმღერია მატარებელში ხიდზე. მატარებელში რატო? არა. მატარებელში არ გიმღერია? ხო გიმღერია მატარებელშიო ხიდზეო. გემზე ხო გიმღერია? გემზე გიმღერია კიდეს მერე. რა უზდელი ხარგია, რა უზდელი. ხონა ეგეთიო. კარგი რა. მე კიდე ბასეინთან მოგიწვიე რაღაცა გავერთოთ და რაღაცა შენ ტყელს იძახ. რომ მითხარი რომ უზდელი ხარო, მაგას არ გაპატიებს ქართველი ხალხი. კარგი. ქართველი ხალხი არ მაპატიებს, ხო? არა რა. ვაი თუ ის არ მაპატიო შენ რომ მოგიწვიე ბასეინთან. ხო, ვითომ? მე რა ვიცი. იმასთან შედარებით რაც შენ გლანძღავეთ ის ხალხი. რატომ ლანძღავენ თუ ვიცი? არ ვიცი, იმიტომ ძალიან მაგარი ხარ და კარგი ხარ. ნახს ლაპარაკობ და ეს შენ თვისებებზე რატო არ გამარჯობა. აი, გოგო აქიყავი შენ. თუ გაპატიო, ჩემი ლუცა, ჩემი სილამაზე, გოგო, რამდენი ხანი გელოდები? გვისმენდი ხო? აცლით ხო? აი ესე წყალქვეშ ვიყავი და უცებ მომესმა თქვენი ხმა. როგორ ახარ? კარგად, საყვარელო შენ? კარგად, შენი რა ისმენება? დედა როგორ გაშავდი? მე გონე რომ წახვედი. გახშავდი? კი, ძალიან, მე ვერ გიცადი რომ შემოგხედე. ისეთი შავი ხარ.
პარასკევა მეგონა. ძალიან მიყვარს ეს გოგო, აი მაგარი გოგო ხარ რა. მაგარი. ულამაზესი და უმაგრესი მომღერალი. მადლობთ. გაიხარე, გაიხარე. გაკოცე გენაცვალე. კარგად. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, ძალიან. ძალიან უნიჭიერესი. შენ გიყვარს ხო ნიჭიერი მომღერლები? რა თქმა უნდა. არ ნერვებს არ გიშლის ხოლმე. აი, იცი რა არის, მთელი შენი ცხოვრება ცხოვრობ ვარსკვლაურად. როგორც გინდა ისე ცხოვრობ, რასაც გინდა იმას აკეთებ, რასაც გინდა იმას იცვალ, მატარებელშიდაც მღერი ხარ. რას გაკეთე მატარებელს? მაია! მატარებელი რა შეშიყო, გეხუცე. გამორდეთ კამერა. მატარებელში. დაცვა. შენი დაცვა და მატარებელში ამის. მატარებელში მე გნახე შენ რომ მღეროდი. ვაიმე დედა. ეს სიზმარი იყო მამა? არა, სიზმარი კი არ იყო. კალია არ გეშინია კალიასი? კალი არა ვარ იმხელა. ამას უკვე აღარ გაპატიებ. კარგი ეხლა მე ვიცი რომ შენ მატარებელში უცნობი მღეროდა. უცნობი რომ მღეროდა ეგ ვიცი, მაგრამ შენ არ მღეროდი. ეხლა მაშინ ერთი რამე. ეხლა შენ ბასეინში უნდა იმღერო, არ არსებობს. რა ვიმღერო? არ არსებობს, შენ რომ ბასეინში არ იმღერო. ეს ერთი. და მეორე. დაგვპირდი რომ მატარებელში და მიგზავნა დიდი მადლობა. მე მოგართვი. შენ მადლობა. მადლობ შენ. არა, მართლა სერიოზულად ამბასადორის ამ ძალიან კარგმა ბარმა მოგართვა კომპლექსი რომ დატკბე და ბოლომდე ისია და რატომ იმიტომ რომ სხვა რაკურსის სტუმარია წარე ვარ და იმიტომ ხო წარე ხარ ხო მართლა სერიოზულად წყალში იმღერებ მატარებელში მომავალში უნდა წავიდეთ და ვიმღეროთ მატარებელი რატო გადაწყვეტე არა რატო იცი გინდა გითხრა აი სულ მეკითხებიან რომ აი ჩაწერილი გაქვს სიმღერები, აი გიასთან ერთად რატო არ წერს სიმღერესო და ერთი სიმღერა უნდა ჩავწერო შენთან. ხო? დაამწურულე ტაში-ტაში. ტაში-ტაში მიყვარს მე, ძალიან მიყვარს. აი, შემოსაყვარო. შენ ამ ბოლო დროს რაღაცა ძალიან ხშირად დამწვრისას იძახი და გინდა რაღაც ეს სენტიმენტალური. არ მინდა და მეთქვა, მაგრამ შენ ჩემი მეგობარი ხარ და საიდუმლო. არა, საიდუმლო არა. აი, და აღარა მყავს საყვარელი ადამიანი გვერდში და ნერვიულა. გინდა რომ მოვიდეს? არ მინდა რომ მოვიდეს. რატო? იმიტომ წავიდა. აჰა, და პატიების შანსი არ არის. რა მაინტერესებს იცი? ავად არ ხდები ხოლმე? არა, სხვათა შორის. რატო? ბიჭო, რა მომენტია, ეცა ცუდი მაქვს ერთ-ერთი ცხოვრებაში პახმელია. თუ რა ქვია, ნაბახუსები. ნაბახუსები. მარტო ეგაგა. ნუ ან თავი არ გტკივა, ან მუცელი არ გტკივა. არაფერი არ გტკივა ხოლმე. რა უცნაური ადამიანი ხარ. ეს რატო ქენი ფუფუო? იმიტომ. ვარ ჯამთელი და მაგრამ ზატო პახმენია სწორედ. მიყვარს. აი ხა რატო დამალე რო წნევები გაქვს ხოლმე? მაგის შედეგად მაქვს ხოლმე მე წნევა. გაქვს ხოლმე წნევა? რამდენი? 200, 100. 200 შენ კონდა. აუ გააფრეთ ეს კაცი რა. 200 რატო ბიჭო? 140, 150. წნევა შენ კონდეს მამიკო, შენ ახარ ჩემზე 20 წლით დიდი. ეს შლაპა რატო გამორთულია ამ? ეგ ყველაფერი გამორთულია. შლაპა. შენ ახარ ჩემზე 20 წლით დიდი, წნევა შეუნდა კონდეს? ესე იგი შენ რო გავიგე რომ წნევა გქონდა, ეხლა დაგახურე ეგ ქუდი. ზემარ დამარტყა? ზემარ დაგარტყას. ამბობენ. მოდი ეხლა ვიმღეროთ და მაყურებელს ბასეინიდან კაჭრეთის ამბასადორიდან აჩუქე შენი ოქროს სიმღერა. იების ნდელოთი იმედით გელოთი მაგრამ შენ თურმე სხვის გაზაფხულს ზესავი ჩველოდი და ის ამოცვი შენ სათავს და ყოცვი სიცოცხლე მე შენ საყეგძელოს ბოლომდე გამოცვი გელი მოგელი მე ცუცი ხოვერნი და აჩუბილი
დავდებ ცხოვრების გზაზე და მაინც მოგელი გელი მოგელი მე ცუდი ყოფილი შენ გასახულის ახარ მახარობელი ამ გულის აცაში შენ სამხლად გადამრჩი ჩვენს ამბავს ალბათ ხვალ წიგნებით ვიღაცა გადასული სამუსები გეძებენ ტირიან კედები ცრემლებით ვიმაკვალს არ მინდვის კლავნის მიწუთენდები გელი მოგელი მე ცუდი ხოველი და აჩრდილი ვით გასდევს ცხოვრების გზაზე და მაინც მოგელი გელი მოგელი მე ცუდი ხოველი შენ გასახულის ახარ მახარობელი დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რადიო არ დაიდარდოს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით გაჭრეთის ამბასადორში, სადაც საოცრად გვიმასპინძლეს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად მთავრდება. ჩვენ კი გიტოვებთ თაკო მელიქიშვილის კლიპის პრემიერას, რომელიც პირველად გავა ეთერში. რომ ჩუმად გინათრებ შენ კი არ მოხვალ ნუ მეთქვი რომ როცა ინათებს მზე არ ამოვა გამისველებს თვალს მარტოობის სევ დაუცრემლოდ ნუ მეთქვი რომ ხვალ აღარ იქნები გულსრა ვუშველო მოლოდინით ხო მე დავიღლები სული უშენოდ ვიცი რომ ჩემი არ ქვია გულში კი მუდამ მარტია მერე რა ამ გულმა ყველაფერი გაბადია მინდა რომ ისევ გაგათბო სამხარო შენი თავასო შენი თვალებით გულმა რამდენი სევდა გამანდო ნუ მეთქვი ნუ როცა სიტყვები ვეღარ ამბობენ
mettre nous, rota si trop vêr ar ambob